წარმოიდგინეთ, რომ ამ წუთას სანამ თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, თქვენი თავის თავზე ზუსტად 90 მილიონი კილომეტრის მანძილზე მოძრაობს ობიექტი, რომელიც უფრო ძველია ვიდრე დინოზავრები, უფრო ძველია ვიდრე პირველი ბაქტერია დედამიწაზე. ობიექტი, რომელიც დაიბადა იმავე დროს, როდესაც დაიბადა თავად მზის სისტემა, 4 მილიარდ 600 მილიონი წლის წინ. და ეს ობიექტი მოძრაობს თქვენკენ სიჩქარით 30 კილომეტრი წამში. არა, ეს არ არის ასტეროიდი. ეს არის რაღაც ბევრად უფრო იშვიათი და ბევრად უფრო მშვენიერი. ეს არის კომეტა C-2025R3 და ის ემზადება მოგცეთ შოუ, რომელსაც ადამიანობა ბოლო 10 წლეულების განმავლობაში არ უნახავს. ეხლა გაჩერდით და დაფიქრდით ამაზე. როდის იყო ბოლო ჯერ, როცა თქვენ ნახეთ კომეტა შიშველი თვალით? არა ფოტოში, არა დოკუმენტურ ფილმში, არა პლანეტარიუმში, არამედ რეალურად. როდესაც გამოხვედით ეზოში, აიხედეთ ზევით და იქ, ვარსკვლავებს შორის დაინახეთ ბუნდოვანი ობიექტი თეთრი კუდით. თუ დაიბადეთ 2000 წელს შემდეგ, პასუხი არის არასდროს. თუ დაიბადეთ 1990-იან წლებში, შესაძლოა გახსოვდეთ კომეტა ჰეილ-ბოპი, რომელიც 1997 წელს გაანათა ცა, ან კომეტა ჰიაკუტაკე 1996 წელს. მაგრამ ეს იყო თითქმის 30 წლის წინ. მთელი თაობა გაიზარდა, რომელმაც არასდროს ნახა ნამდვილი კომეტა. და ეხლა 2026 წლის აპრილში ეს იცვლება. მაგრამ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რატომ უნდა გაგაღვიძოთ თავი 4 საათზე დილით, გამოხვიდეთ სიცივეში და მოძებნოთ ბუნდოვანი წერტილი ცაზე? იმიტომ რომ კომეტები არიან უბრალოდ ლამაზი სანახაობა. ისინი არიან დროის მანქანები. ისინი არიან შეტყობინებები წარსულიდან. ისინი არიან ის, რაც დარჩა იმ პირველადი ღრუბლისგან, რომლისგანაც დაიბადა მზე, დედამიწა და თქვენ. როდესაც თქვენ უყურებთ კომეტას, თქვენ არ უყურებთ უბრალოდ ყინულის ნაჭერს კოსმოსში. თქვენ უყურებთ თქვენი საკუთარი წარმოშობის ისტორიას. 1995 წლის ოქტომბერში ჰავაის მაუნა კეას მთაზე, 4200 მეტრის სიმაღლეზე, სადაც ჰაერი იმდენად თხელია, რომ ადამიანებს ჭირდებათ ჟანგბადის ბალონები, ტელესკოპმა ფან-სტარს დააფიქსირა რაღაც უჩვეულო. ბუნდოვანი წერტილი, რომელიც მოძრაობდა ვარსკვლავების ფონზე. არა ასტეროიდის მკვეთრი წერტილი, არა პლანეტის მდგრადი დისკო. არამედ რაღაცაც რბილი, ბუნდოვანი, ცოცხალი. რაღაც, რაც ჰქონდა ატმოსფერო, კომა, როგორც უწოდებენ ასტრონომები. ეს იყო კომეტა, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა სახელი, მხოლოდ კოდი C/2025R3. მაგრამ ამ კოდის უკან იყო რაღაც საოცარი. გამოთვლებმა აჩვენა, რომ ეს კომეტა მოდიოდა ძალიან შორიდან. არა მარსისა და იუპიტერის შორის არსებული ასტეროიდების სარტყლიდან, არა კუიპერის სარტყლიდან, სადაც მოძრაობს პლუტონი, არამედ ორტის ღრუბლიდან. იმ უზარმაზარი სფეროსგან, რომელიც გაშემორტყმული აქვს მზის სისტემას მანძილზე, რომელიც თითქმის შუაგზაა უახლოეს ვარსკვლავამდე. წარმოიდგინეთ ეს მანძილი. დედამიწა არის 150 მილიონ კილომეტრში მზისგან. ორტის ღრუბელი იწყება 1 ტრილიონ კილომეტრზე და ვრცელდება 15 ტრილიონ კილომეტრამდე. და ამ უზარმაზარ მანძილზე, სადაც მზის სინათლე იმდენად სუსტია, რომ თქვენ ვერ შეძლებდით წიგნის დაკითხვას, სადაც ტემპერატურა არის -250 გრადუსი ცელსიუსით, იქ მოძრაობს ტრილიონობით ყინულის ნაჭერი. ისინი მოძრაობენ იმდენად ძნელა, რომ ერთი ორბიტის გავლას მილიონობით წელი სჭირდება. ისინი არიან ნარჩენები იმ დროიდან, როდესაც პლანეტები ჯერ კიდევ ყალიბდებოდნენ. ისინი არიან ის მასალა, რომელიც არასდროს გახდა პლანეტა. ისინი არიან დროში გაყინული არქივი იმისა, თუ როგორი იყო მზის სისტემა დაბადების მომენტში. და ახლა, ერთ-ერთი ამ ყინულის ნაჭერი მოძრაობს შიგნით. რატომ? იმიტომ რომ რაღაცამ შეაშფოთა მისი ორბიტა. შესაძლოა გავლამდე მიმავალმა ვარსკვლავმა. შესაძლოა galaktikis მიერ შექმნილმა გრავიტაციულმა ტალღამ. შესაძლოა უბრალოდ შემთხვევითმა შეჯახებამ სხვა კომეტასთან. არავინ იცის ზუსტად, მაგრამ შედეგი ერთია. კომეტა C-2025 არის სამი დაითხოვ ვარდნა მზისკენ. და ეს ვარდნა გრძელდება უკვე ათასობით წელი. წარმოიდგინეთ ეს მოგზაურობა. კომეტა იწყებს მოძრაობას იმდენად შორიდან, რომ მზე არის მხოლოდ ერთი ვარსკვლავის სხვებს შორის. ის მოძრაობს წლების განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში, 1000 წლეულების განმავლობაში. ნელ-ნელა, ძალიან ნელა, მზე იწყებს გაზრდას. პირველად ის ხდება ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ცაზე. შემდეგ ის ხდება მცირე დისკო, შემდეგ ის იწყებს სითბოს გამოსხივებას და როდესაც კომეტა კვეთს იუპიტერის ორბიტას, რაღაც საოცარი იწყება. ყინული იწყებს დნობას. არა, ისე როგორც დნება ყინული თქვენს ჭიქაში. კომეტაზე არ არის თხევადი წყალი. იქ ვაკუუმია. იქ ტემპერატურა ჯერ კიდევ არის -190 გრადუსი. მაგრამ ვაკუუმში თნელი არ დნება, ის სუბლიმირდება.
ის პირდაპირ გადადის მყარი მდგომარეობიდან აირად და ეს აირი წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი, მეთანი, ამიაკი იწყებს გამოფრენას კომეტის ზედაპირიდან. ის ქმნის ატმოსფეროს, რომელიც შეიძლება იყოს 100,000 კილომეტრი დიამეტრში. ეს არის 10 ჯერ მეტი ვიდრე დედამიწის დიამეტრი. და შემდეგ მზის ქარი. ის ნაკადი დამუხტული ნაწილაკებისა, რომელიც მუდმივად ფრქვევა მზიდან მილიონ კილომეტრი საათში. ეჯახება ამ აირს და უბიძგებს უკან. ის ქმნის კუდს. არა ერთ კუდს, არამედ ორს. ერთი კუდი არის მთვრის ნაწილაკები, რომლებიც ასახავენ მზის სინათლეს და ქმნიან თეთრ მოხრილ ზოლს. მეორე კუდი არის იონიზებული აირი, რომელიც ანათებს ლურჯად და ყოველთვის მიმართულია პირდაპირ მზისგან მოშორებით, როგორც ქარში ფრიალი დროშა. და ეს ყველაფერი ხდება ახლა, ამ წუთას. კომეტა C-2025 არის 3 უკვე გადალახა მარსის ორბიტა. ის მოძრაობს დედამიწისკენ და ყოველ დღე ის ხდება უფრო კაშკაშა. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც უნდა გესმოდეთ კომეტების შესახებ. ისინი არ არიან ის, რასაც თქვენ ფიქრობთ. როდესაც ადამიანები ამბობენ კომეტა, ისინი წარმოიდგენენ რაღაც დიდს, რაღაც მყარს, რაღაც მასიურს, მაგრამ რეალობა არის ბევრად უფრო უცნაური და ბევრად უფრო მკიფე. კომეტის ბირთვი, ის რეალური მყარი ნაწილი, ჩვეულებრივ არის მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დიამეტრში. C-225 არის 3-ის შემთხვევაში, ასტრონომები აფასებენ, რომ ბირთვი არის დაახლოებით 5 კილომეტრი. ეს არის ნახევარი ზომა თბილისის ცენტრალური ნაწილისა. წარმოიდგინეთ ეს. ობიექტი, რომელიც შექმნის კუდს მილიონობით კილომეტრის სიგრძის, ობიექტი, რომელიც გაანათებს ცას მთელ პლანეტაზე, ობიექტი, რომელზე საუბრობენ მილიონობით ადამიანები, ეს ყველაფერი მოდის ყინულის ნაჭრიდან, რომელიც შეიძლება ჩაედიოს თბილისის ცენტრში. და ეს ყინული არ არის სუფთა. ის არის ბინძური, შავი, დაფარული მთვრით და ორგანული მოლეკულებით. თუ თქვენ შეძლებდით დადგომას კომეტის ზედაპირზე, ის გამოიყურებოდა როგორც ბინძური თოვლის გროვა, დაფარული ნახშირით. მაგრამ ეს ბინძური ყინული შეიცავს რაღაც უფასოს. ის შეიცავს ორგანულ მოლეკულებს, ამინომჟავებს, შაქრებს, ლიპიდებს, იმ მოლეკულებს, რომლებიც საჭიროა სიცოცხლისთვის. და აქ იწყება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თეორია თანამედროვე მეცნიერებაში. თეორია, რომელიც ამბობს, რომ შესაძლოა სიცოცხლე დედამიწაზე არ დაიწყო დედამიწაზე. შესაძლოა ის მოვიდა კომეტებიდან. 1986 წელს ასტრონომმა დევიდ ჯუიტმა ჰავაის უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ კომეტები შეიცავს ყველა ძირითად ელემენტს, რომელიც საჭიროა სიცოცხლისთვის. ნახშირბაც, წყალბაც, ჟანგბაც, აზოტს. მაგრამ არა მხოლოდ ელემენტებს. 2010 წელს, როდესაც NASA-ს ზონდმა სტარდასტმა შეაგროვა ნიმუშები კომეტა ვილდ 2-დან და დააბრუნა დედამიწაზე, მეცნიერებმა იპოვეს გლიცინი, ამინომჟავა, რომელიც გამოიყენება ცილების შესაქმნელად. ისინი იპოვეს ფოსფორი, ელემენტი, რომელიც აუცილებელია დნმ-ისთვის. ისინი იპოვეს ორგანული მოლეკულები, რომლებიც უფრო რთულია ვიდრე ყველაფერი, რაც ადრე იყო ნაპოვნი კოსმოსში. და ეს ნიშნავს რაღაცას საოცარს. 4 მილიარდ წლის წინ, როდესაც დედამიწა იყო ახალგაზრდა და ცხელი, როდესაც მისი ზედაპირი იყო ჯერ კიდევ გამდნარი ლავა, კომეტები იწყებდნენ დაბომბვას. ათასობით კომეტა, მილიონობით კომეტა ეცემოდნენ დედამიწას. ისინი მოაქვთ წყალი, იმდენი წყალი, რომ შეიძლება შეავსონ ოკეანეები, მაგრამ ისინი ასევე მოაქვთ რაღაც სხვა. ისინი მოაქვთ ორგანული მოლეკულები. ისინი მოაქვთ სიცოცხლის სამშენებლო ბლოკები. ეს არის იდეა, რომელსაც უწოდებენ პანსპერმია. იდეა, რომ სიცოცხლე არ არის უნიკალური მოვლენა, რომელიც მოხდა მხოლოდ დედამიწაზე. იდეა, რომ სიცოცხლის ინგრედიენტები ვრცელდება მთელ გალაქტიკაში, გადაჰქონდათ კომეტებით და ასტეროიდებით. იდეა, რომ ჩვენ ყველანი ვართ, გარკვეული გაგებით, უცხო პლანეტელები. რომ ჩვენი ატომები მოვიდნენ ვარსკვლავებიდან, მაგრამ ჩვენი მოლეკულები მოვიდნენ კომეტებიდან. რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ თეორია. მაგრამ ეს არის თეორია, რომელსაც მხარს უჭერს მზარდი რაოდენობის მტკიცებულებები. და ეს ხდის კომეტებს ბევრად მეც ვიდრე უბრალოდ ლამაზი სანახაობა. ეს ხდის მათ ჩვენს ნათესავებად. ეს ხდის მათ ჩვენი წარმოშობის ისტორიის ნაწილად. და ახლა ერთ-ერთი ამ ნათესავი მოდის სტუმრად. კომეტა C-2025 არის 3 მიაღწევს თავის პერიჰელიონს, უახლოეს წერტილს მზესთან, 25 აპრილს 2026 წელს. ამ დღეს ის იქნება 130 მილიონ კილომეტრში მზისგან. ეს არის ოდნავ უფრო ახლოს ვიდრე დედამიწის ორბიტა. და ამ მანძილზე მზის სითბო იქნება იმდენად ინტენსიური, რომ კომეტა გამოფრქვევს ათასობით ტონა აირს და მტვერს ყოველ წამში. მისი კომა, ის ბუნდოვანი ატმოსფერო, გაიზრდება 150,000 კილომეტრამდე დიამეტრში. მისი კუდი გაიწელება 10 მილიონ კილომეტრამდე და მისი სიკაშკაშე
მიაღწევს 7.7 მაგნიტუდას. ეხლა თუ თქვენ არ ხართ ასტრონომი, ეს რიცხვი არაფერს ნიშნავს, მაგრამ აქ არის რა ნიშნავს ის პრაქტიკულად. 7.7 მაგნიტუდა არის ზღვარზე იმისა, რასაც შეუძლია დაინახოს ადამიანის თვალმა იდეალურ პირობებში. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ იმყოფებით ადგილას, სადაც არ არის სინათლის დაბინძურება, სოფელში, მთაში, უდაბნოში, თქვენ შეძლებთ დაინახოთ კომეტა შიშველი თვალით. ის იქნება ძალიან ბუნდოვანი, ძალიან მკრიფე, მაგრამ ის იქნება იქ. მცირე ნაცრისფერი ლაქა ვაშკლავების ფონზე. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ბინოკლი, უბრალო იაფი ბინოკლი, რომელიც შეიძლება იყოს თქვენ სახლში, მაშინ თქვენ დაინახავთ რაღაც საოცარს. თქვენ დაინახავთ არა მხოლოდ ბუნდოვან ლაქას, არამედ სტრუქტურას. თქვენ დაინახავთ კომას, ბუნდოვან მომრგვალო ნათებას ცენტრში. თქვენ დაინახავთ კუდის დასაწყის, ნათელი ზოლი, რომელიც ვრცელდება მოშორებით. და თუ თქვენ გაქვთ მცირე ტელესკოპი, თქვენ დაინახავთ ორივე კუდს, თეთრ მტვრის კუდს და ლურჯ იონურ კუდს. და აქ არის ის, რაც ხდის ამ კომეტას განსაკუთრებულს. ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი კომეტა. ეს არის კომეტა, რომელიც მოდის იდეალურ დროს და იდეალურ ადგილას. ის მიაღწევს მაქსიმალურ სიკაშკაშეს აპრილში, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ღამეები ჯერ კიდევ არის გრძელი, მაგრამ ამინდი უკვე იწყებს გათბობას. ის იქნება ხილული საღამოს ცაზე, რაც ნიშნავს, რომ თქვენ არ მოგიწევთ გაღვიძება შუაღამისას. და ის იქნება მაღლა ჰორიზონტზე, რაც ნიშნავს, რომ თქვენ არ დაგჭირდებათ მოძებნა იდეალური დაკვირვების ადგილი. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც თქვენ უნდა იცოდეთ კომეტების დაკვირვების შესახებ. ისინი არ არიან პროგნოზირებადი. კომეტა არ არის პლანეტა. პლანეტა არის მყარი, სტაბილური, პროგნოზირებადი. თქვენ შეგიძლიათ გამოთვალოთ, სად იქნება იუპიტერი 100 წელიწადში ზუსტად წამამდე. მაგრამ კომეტა არის ცოცხალი, დინამიური, არაპროგნოზირებადი. ის ფრქვევა აირს და მტვერს და ეს ფრქვევა იცვლება ყოველდღე. ზოგჯერ კომეტა უეცრად ხდება ბევრად უფრო კაშკაშა ვიდრე მოსალოდნელი იყო. ზოგჯერ ის რჩება ბუნდოვანი, ზოგჯერ ის იშლება ნაწილებად. 2035 წელს კომეტა აისონ უნდა ყოფილიყო საუკუნის კომეტა. ასტრონომები პროგნოზირებდნენ, რომ ის იქნებოდა ისეთი კეთი კაშკაშა, რომ ხილული იქნებოდა დღის განმავლობაშიც. მაგრამ როდესაც ის მიუახლოვდა მზამზეს, რაღაც მოხდა. კომეტა დაიწყო დაშლა. და როდესაც ის გაიარა პერიხელიონი, ის უბრალოდ გაქრა. არაფერი დარჩა გარდა მტვრის ღრუბლისა. ასე რომ, როდესაც ასტრონომები ამბობენ, რომ C2025 R3 მიაღწევს 7.7 მაგნიტუდას, ისინი ამბობენ, თუ ყველაფერი წავა კარგად. ისინი ამბობენ, თუ კომეტა არ დაიშლება. ისინი ამბობენ, თუ ფრქვევა იქნება ისეთი, როგორც ჩვენ ველით. მაგრამ არავინ იცის ზუსტად, და ეს არის ის, რაც ხდის კომეტებს ისეთ ამაღელვებელს. ისინი არიან ბოლო ნამდვილი სიურპრიზი ასტრონომიაში. ბოლო რამ, რაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და ვერ პროგნოზირებთ სრულყოფილად. და ეს გვიბიძგებს უფრო ღრმა კითხვისკენ. რა არის კომეტა? არა მხოლოდ ფიზიკურად, ყინულის ნაჭერი კოსმოსში, არამედ ფუნდამენტურად. რა არის ის ნივთიერება, რომლისგანაც შედგება კომეტა? საიდან მოდის ის? და რატომ არის ის იმდენად განსხვავებული ყველაფრისგან, რასაც ჩვენ ხედავთ დედამიწაზე? პასუხი გვიბიძგებს უკან დროში. არა მხოლოდ მილიონობით წლით, არა მხოლოდ მილიარდობით წლით, არამედ თითქმის დასაწყისამდე. დასაწყისამდე მზის სისტემისა, დასაწყისამდე პლანეტებისა, დასაწყისამდე ყველაფრისა, რასაც ჩვენ ვიცნობთ. 4 მილიარდ 600 მილიონი წლის წინ, იქ სადაც ახლა არის მზის სისტემა, არაფერი არ იყო გარდა ღრუბლისა. უზარმაზარი ღრუბლისა, აირისა და მტვრისა, რომელიც ვრცელდებოდა ტრილიონობით კილომეტრზე. ეს ღრუბელი იყო ცივი, -250 გრადუსი ცელსიუსით. ის იყო ბუნდოვანი, 1 ატომი კუბურ სანტიმეტრში. ის იყო უძრავი, მოძრაობდა უძრავი, მოძრაობდა მხოლოდ ძალიან ნელა, ბრუნავდა ძალიან ნელა. მაგრამ შემდეგ რაღაც მოხდა. შესაძლოა ახლო-მახლო ვარსკვლავი აფეთქდა სუპერნოვად. შესაძლოა ღრუბელი უბრალოდ გახდა იმდენად დიდი, რომ მისმა საკუთარმა გრავიტაციამ დაიწყო მისი შეკუმშვა. არავინ იცის ზუსტად, მაგრამ შედეგი იყო ერთი და იგივე. ღრუბელი დაიწყო კოლაფსი. და როდესაც ის იკუმშებოდა, ის იწყებდა ბრუნავს უფრო სწრაფად. ისევე როგორც ფიგურული სრიალის მოციგურავე ბრუნავს უფრო სწრაფად, როდესაც იკუმშება. ღრუბელი გახდა დისკო. ბრტყელი, ბრუნავი დისკო აირისა და მტვრისა. და ცენტრში, სადაც წნევა იყო ყველაზე მაღალი, სადაც ტემპერატურა იყო ყველაზე მაღალი, რაღაც ახალი დაიწყო ყალიბება. ვარსკვლავი, ჩვენი მზე. მაგრამ მზე არ შთანთქა ყველაფერს. დისკოს გარე ნაწილებში, სადაც ტემპერატურა იყო ცივი, აირი და მტვერი იწყებდნენ შეკვრას. მცირე ნაწილაკები ეჯახებოდნენ ერთმანეთს და ერთმანეთს ეკიდებოდნენ. ისინი ქმნიდნენ უფრო დიდ ნაწილაკებს. ეს უფრო დიდი ნაწილაკები იზიდავდნენ მეტ მასალას. ისინი ზრდიდნენ.
ისინი ხდებოდნენ კლდეები, შემდეგ ქვები, შემდეგ მთები, შემდეგ პლანეტები. მაგრამ ეს პროცესი არ იყო სრულყოფილი, არ იყო ეფექტური. ბევრი მასალა დარჩა, ბევრი ნაწილაკი არასდროს გაერთიანდა პლანეტებში. ისინი დარჩნენ იქ, დისკოს გარე ნაწილებში, როგორც ნარჩენები, როგორც არქივი იმისა, რა იყო მზის სისტემა დაბადების მომენტში. და ეს ნარჩენები არიან კომეტები. ეს ნიშნავს რაღაცას საოცარს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ უყურებთ კომეტას, თქვენ უყურებთ არა რაღაცას, რაც შეიცვალა და ევოლუცივდა მილიარდობით წლის განმავლობაში. თქვენ უყურებთ რაღაცას, რაც თითქმის არ შეცვლილა. რაღაცას, რაც არის ისეთივე ახლა, როგორიც იყო 4 მილიარდ 600 მილიონი წლის წინ. კომეტა არის დროის კაფსულა. ის არის გატინული მომენტი იმ დროიდან, როდესაც პლანეტები ჯერ კიდევ ყალიბდებოდნენ. და ეს არის მიზეზი, რის გამოც მეცნიერები ისეთ დიდ ინტერესს იჩენენ კომეტების მიმართ. ეს არის მიზეზი, რის გამოც NASA-მ გაგზავნა მისიები კომეტებთან. 2014 წელს ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ დაასხა ზონდი ფილა კომეტა ჩურიუმოვ-გერასიმენკოზე. ეს იყო პირველი ჯერ, როდესაც ადამიანობამ დაასხა რაიმე კომეტაზე. და ის, რაც იპოვა ფილამ, იყო საოცარი. კომეტის ზედაპირი იყო არა გლუვი, არამედ უხეში დაფარული კლდეებით და ბზარებით. ის იყო არა თეთრი, არამედ შავი, უფრო მუქი ვიდრე ნახშირი. და ის იყო დაფარული ორგანული მოლეკულებით, მოლეკულებით, რომლებიც შეიცავდნენ ნახშირბადს, წყალბადს, ჟანგბადს, აზოტს, იმ ელემენტებს, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლისთვის. მაგრამ ფილამ იპოვა რაღაც კიდევ უფრო საინტერესო. ის იპოვა, რომ კომეტის ყინული არ იყო უბრალოდ წყალი, ის იყო ნარევი წყლისა, ნახშირორ ჟანგისა, მეთანისა, ამიაკისა და ათობით სხვა ქიმიური ნაერთისა. და ამ ნაერთების თანაფარდობა იყო ზუსტად ისეთი, როგორიც მოსალოდნელი იყო იმ პირველადი ღრუბლისთვის, რომლისგანაც დაიბადა მზის სისტემა. ეს იყო პირდაპირი მტკიცებულება, პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ კომეტები მართლაც არიან ნარჩენები იმ დროიდან, რომ ისინი მართლაც არიან გაყინული არქივი მზის სისტემის დაბადებისა. და ახლა, ერთ-ერთი ამ არქივი მოდის ჩვენთან. კომეტა C-2025-R3 მოაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი იყო მზის სისტემა 4 მილიარდ 600 მილიონი წლის წინ. ის მოაქვს ატომები, რომლებიც არასდროს ყოფილა პლანეტის ნაწილი. ის მოაქვს მოლეკულები, რომლებიც არასდროს შეეხო მზის სინათლეს, სანამ ეხლა. და როდესაც თქვენ დაინახავთ ამ კომეტას აპრილში, როდესაც თქვენ გამოხვალთ ეზოში და აიხედავთ ზევით და დაინახავთ იმ ბუნდოვან ლაქას ვარსკვლავების ფონზე, დაფიქრდით ამაზე. თქვენ უყურებთ არა მხოლოდ ლამას სანახაობას. თქვენ უყურებთ დროის მანქანას. თქვენ უყურებთ შეთხობინებას წარსულიდან. თქვენ უყურებთ ნივთიერებას, რომელიც უფრო ძველია ვიდრე დედამიწა, უფრო ძველია ვიდრე ოკეანეები, ველია ვიდრე ოკეანეები, უფრო ძველია ვიდრე სიცოცხლე თავად. და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, თქვენ უყურებთ იმას, საიდანაც მოვედით ჩვენ ყველანი. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ხდის სისლეში. 2025 არის სამს განსაკუთრებულს, არა მხოლოდ მეცნიერული თვალსაზრისით, არამედ ადამიანური თვალსაზრისითაც. ეს არის კომეტა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ის, თუ როგორ უყურებთ ცას. და ეს იწყება ერთი მარტივი კითხვით. სად უნდა ვეძებოთ? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ ეზოში. ეს არის 25 აპრილის საღამო 2026 წელი. მზე ჩაესვენა 1 საათის წინ. ცა ჯერ კიდევ არ არის სრულიად შავი. ის არის ღრმა ლურჯი, ის ფერი, რომელსაც ასტრონომები უწოდებენ სამოქალაქო ბინძს. და თქვენ იცით, რომ კომეტა არის იქ, ზევით, მაგრამ თქვენ არ იცით, სად უნდა ეძებოთ. თქვენ აიხედავთ ზევით და ხედავთ ათასობით ვარსკვლავს და ყველა მათგანი გამოგლიჯავთ ერთნაირად. სად არის კომეტა? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იმყოფებით დედამიწაზე. მაგრამ დავიწყოთ იმით, რაც საერთოა ყველასთვის. კომეტა C-2025 არის სამი იქნება ჩრდილო-დასავლეთ ცაზე. არა პირდაპირ ზევით, არა აღმოსავლეთით ან დასავლეთით, არამედ ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 30 გრადუსით ჰორიზონტზე მაღლა. ეს არის დაახლოებით 2 მუშტის სიმაღლე, თუ თქვენ გაიძელებთ ხელს და დააყენებთ მუშტს ჰორიზონტზე. მაგრამ ჩრდილო-დასავლეთი არის ბუნდოვანი მიმართულება. როგორ იპოვით ზუსტ ადგილს? აქ მოდის ის, რასაც ასტრონომები უწოდებენ ვარსკვლავურ ნავიგაციას. და ის იწყება ერთი ვარსკვლავთან მიმართებით, რომელიც ყველა მიცის – პოლარული ვარსკვლავი. პოლარული ვარსკვლავი არ არის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ცაზე. ის არც კი არის 10 ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს შორის, მაგრამ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვარსკვლავი ნავიგაციისთვის, იმიტომ რომ ის თითქმის არ მოძრაობს. ის დგას იქ, ჩრდილოეთ ცაზე, სანამ ყველა სხვა ვარსკვლავი ბრუნავს მის გარშემო. და ის დგას იქ იმიტომ, რომ ის თითქმის ზუსტად არის დედამიწის ბრუნვის ხერძის გაგრძელებაზე. როგორ იპოვით პოლარულ ვარსკვლავს? იპოვეთ დიდი დათვის თანავარსკვლავედი.
ეს არის 7 კაშკაშა ვარსკვლავი, რომლებიც ქმნიან ფორმას, რომელიც გავს კოვს ან ეთლს. იპოვეთ 2 ვარსკვლავი, რომლებიც ქმნიან კოვზის კიოზის კიდეს, ის ნაწილი, რომელიც ყველაზე შორს არის სახელურისგან. გაზომეთ მანძილი ამ 2 ვარსკვლავს შორის. ახლა გააგრძელეთ ეს ხაზი ზევით 5-ჯერ იმავე მანძილზე. იქ, სადაც ეს ხაზი მთავრდება, იქნება პოლარული ვარსკვლავი. და როდესაც იპოვით პოლარულ ვარსკვლავს, თქვენ იპოვეთ ჩრდილოეთს. ეს არის თქვენი საწყისი წერტილი. ახლა აპრილის 25-ეს საღამოს დაახლოებით 9 საათზე საღამოს დიდი დათვი იქნება ჩრდილო-აღმოსავლეთ ცაზე, მაღლა ჰორიზონტზე. პოლარული ვარსკვლავი იქნება მის ქვემოთ და მარცხნივ და კომეტა C-2025 არის 3 იქნება კიდე უფრო ქვემოთ და კიდე უფრო მარცხნივ, ჩრდილო-დასავლეთ ცაზე, დაახლოებით 30 გრადუსით ჰორიზონტზე მაღლა. მაგრამ აქ არის პრობლემა. 30 გრადუსი ჰორიზონტზე მაღლა არის ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალი. და როდესაც თქვენ უყურებთ რაიმეს, რაც დაბალია ჰორიზონტზე, თქვენ უყურებთ მას დედმას დედამიწის ატმოსფეროს გავლით, ბევრად უფრო სქელი ფენის გავლით, ვიდრე როდესაც უყურებთ პირდაპირ ზევით. ეს ატმოსფერო აბინდებს სინათლეს, ის ქმნის ბურუს, ის ართულებს ბუნდოვანი ობიექტების დანახვას. ასე რომ თუ თქვენ ცდილობთ დაინახოთ კომეტა ქალაქიდან, სადაც არის სინათლის დაბინძურება, სადაც ჰორიზონტი არის ნათელი ქუჩის ლამპებისგან და შენობების ფანჯრებისგან, თქვენ შესაძლოა ვერაფერი დაინახოთ. თქვენ შესაძლოა დაინახოთ მხოლოდ ნარინჯისფერი ნათება ჰორიზონტზე და რამდენიმე კაშკაშა ვარსკვლავი, მაგრამ არა კომეტა. მაგრამ თუ თქვენ შეძლებთ წასვლას ქალაქიდან, თუნდაც 30 კილომეტრით, ყველაფერი იცვლება. უეცრად ცა ხდება შავი, ნამდვილად შავი, არა ნაცრისფერი და ვარსკვლავები იწყებენ დამოჩენას. არა 100 ვარსკვლავი, არამედ 1000, 2000, 5000. ისინი ავსებენ ცას, ისინი ქმნიან ნახატებს, რომლებსაც თქვენ არასდროს უნახავთ ქალაქიდან. და იქ ჩრდილო-დასავლეთ ცაზე, დაბალი ჰორიზონტზე, თქვენ დაინახავთ რაღაცას, რაც არ არის ვარსკვლავი. რაღაცას, რაც არ არის მკვეთრი წერტილი, არამედ ბუნდოვანი ლაქა. მცირე, ნაცრისფერი, თითქმის უხილავი, მაგრამ ის იქ იქნება. და თუ თქვენ გააგრძელებთ ყურებას, თუ თქვენ მისცემთ თქვენს თვალებს დროს, რომ შეეგუონ სიბნელეს, 10 წუთით, 15 წუთი, ის ლაქა დაიწყებს გახდომას უფრო ნათელი. არა იმიტომ, რომ კომეტა იცვლება, არამედ იმიტომ, რომ თქვენი თვალები იცვლებიან. ადამიანის თვალი არის საოცარი ინსტრუმენტი. მას აქვს 2 ტიპის რეცეპტორები: კოლბოჩები და ჯოხები. კოლბოჩები მუშაობენ კაშკაშა სინათლეში და ხედავენ ფერებს. ჯოხები მუშაობენ სუსტ სინათლეში და ხედავენ მხოლოდ შავ თეთრს. როდესაც თქვენ გამოდიხართ ქალაქიდან სიბნელეში, თქვენი თვალები იწყებენ გადართვას კოლბოჩებიდან ჯოხებზე. ეს პროცესი სახელწოდებით ბნელში ადაპტაცია გრძელდება დაახლოებით 30 წუთს. და ამ 30 წუთის განმავლობაში თქვენი უნარი დაინახოთ ბუნდოვანი ობიექტები იზრდება 10-ჯერ, 20-ჯერ, 30-ჯერ. ასე რომ პირველი წესი კომეტის დასანახად. მიეცით თქვენს თვალებს დრო. არ მოელოდეთ, რომ დაინახავთ მას დაუყოვნებლივ. გამოდით, დაჯექით, მოითმინეთ და ნუ გამოიყენებთ ტელეფონს. თუნდაც ერთი შეხედვა კაშკაშა ეკრანზე გააუქმებს ყველაფერს. თქვენი თვალები დაუბრუნდებიან დღის რეჟიმს და თქვენ მოგიწევთ თავიდან დაწყება. მაგრამ რა მოხდება თუ თქვენ არ შეგიძლიათ წასვლა ქალაქიდან? რა მოხდება თუ თქვენ ცხოვრობთ დიდ ქალაქში, სადაც სინათლის დაბინძურება იმდენად ძლიერია, რომ თქვენ ხედავთ მხოლოდ 10-15 ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს? მაშინ თქვენ დაგჭირდებათ დახმარება. თქვენ დაგჭირდებათ ბირდებათ ბინოკლი. და აქ არის რაღაც საოცარი. თქვენ არ გჭირდებათ ძვირი ბინოკლი. თქვენ არ გჭირდებათ პროფესიონალური აღჭურვილობა. უბრალო ბინოკლი, რომელიც შეიძლება ჟირდეს 50 ლარი, იქნება საკმარისი. იმიტომ რომ ბინოკლი აკეთებს 2 რამეს. ის აგროვებს მეტ სინათლეს ვიდრე თქვენი თვალი და ის ზრდის გამოსახულებას. როდესაც თქვენ უყურებთ ბინოკლით, თქვენ უყურებთ არა თქვენი თვალის გუგით, რომელიც არის დაახლოებით 7 მმ დიამეტრში ბნელში, არამედ ბინოკლის ლინზებით, რომლებიც შეიძლება იყოს 50 ან 50 მმ დიამეტრში. ეს ნიშნავს, რომ ბინოკლი აგროვებს დაახლოებით 40-ჯერ მეტ სინათლეს ვიდრე თქვენი თვალი. და ეს 40-ჯერ მეტი სინათლე ნიშნავს, რომ ობიექტები, რომლებიც უხილავია შიშველი თვალით, უეცრად ხდებიან ხილულები. მაგრამ რომელი ბინოკლი უნდა აერჩიოთ? თუ თქვენ შეხავთ მაღაზიაში, თქვენ დაინახავთ 10-ობით სხვადასხვა მოდელს. ზოგი წერია 10x50, ზოგი წერია 7x55, ზოგი წერია 20x60. რას ნიშნავს ეს რიცხვები? პირველი რიცხვი არის გადიდება. 10-ჯერ ნიშნავს, რომ ობიექტი გამოიყურება 10-ჯერ უფრო ახლოს. მეორე რიცხვი არის ლინზის დიამეტრი მილიმეტრებში. 50 ნიშნავს, რომ ლინზა არის 50 მმ დიამეტრში. და აქ არის მთავარი. კომეტების დასაკვირვებლად, თქვენ არ გჭირდებათ დიდი გადიდება. თქვენ გჭირდებათ დიდი ლინზა.
იმიტომ რომ კომეტა არ არის მცირე შორეული ობიექტი, როგორიცაა პლანეტა. კომეტა არის დიდი ბუნდოვანი ობიექტი. მისი პრობლემა არ არის ზომა, არამედ სიკაშკაშე. ასე რომ საუკეთესო ბინოკლი კომეტებისთვის არის რაღაც როგორიცაა 7x55 ან 10x50. არა 20x60, რომელიც აძლევს დიდ გადიდებას, მაგრამ ძალიან ვიწრო ხედვის ველს და ძალიან ბუნდოვან გამოსახულებას. და აქ არის კიდევ ერთი საიდუმლო. თუ თქვენ გაქვთ ბინოკლი, თქვენ არ გჭირდებათ იცოდეთ ზუსტად სად არის კომეტა. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დაასკანოთ ბინოკლით ჩრდილო-დასავლეთ ცა, ნელ-ნელა მეთოდურად და მოძებნოთ ბუნდოვანი ლაკა. ეს შეიძლება დაგჭირდეთ 10 წუთი, 15 წუთი, მაგრამ თქვენ იპოვით მას. იმიტომ რომ კომეტა არ გამოიყურება როგორც ვარსკვლავი. ვარსკვლავი არის მკვეთრი წერტილი. კომეტა არის ბუნდოვანი ლაკა, შესაძლოა მცირე კუდით. მაგრამ რა მოხდება თუ თქვენ გინდათ დაინახოთ მეტი? რა მოხდება თუ თქვენ გინდათ დაინახოთ არა მხოლოდ ბუნდოვანი ლაკა, არამედ სტრუქტურა, კომა, კუდი, შესაძლოა დეტალები ბირთვში? მაშინ თქვენ დაგჭირდებათ ტელესკოპი. და აქ იწყება საინტერესო ნაწილი. იმიტომ რომ ტელესკოპები განსხვავებით ბინოკლებისგან მოდიან ათასობით სხვადასხვა ტიპში, ზომაში და ფასში. თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ მცირე ტელესკოპი 100 ლარად. თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ საშუალო ტელესკოპი 500 ლარად. თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ დიდი ტელესკოპი 5000 ლარად. და თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ 50000 ლარი პროფესიონალურ აღჭურვილობაზე. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც არავინ გეტყვით. კომეტების დასაკვირვებლად ძვირი ტელესკოპი არ არის საუკეთესო არჩევანი. იმიტომ რომ კომეტები არიან დიდი ბუნდოვანი ობიექტები. ისინი საჭიროებენ ფართო ხედვის ველს და დაბალ გადიდებას. და ეს არის ზუსტად საპირისპირო იმისა, რისთვისაც შექმნილია ძვირი ტელესკოპები. ძვირი ტელესკოპები შექმნილია პლანეტების, გალაქტიკების, ნისლეულების დასაკვირვებლად, მცირე, შორეული, დეტალური ობიექტებისთვის. კომეტებისთვის საუკეთესო ტელესკოპი არის რაღაც, რასაც უწოდებენ მოკლე ფოკუსური მანძილის რეფრაქტორი ან მოკლე ფოკუსური მანძილის რეფლექტორი. ეს არის ტელესკოპები, რომლებსაც აქვთ ფართო ხედვის ველი და დაბალი გადიდება. ისინი აჩვენებენ დიდ ნაწილს ცისა ერთდროულად, რაც საშუალებას გაძლევთ დაინახოთ მთელი კომეტა, კომა და კუდი ერთ გამოსახულებაში. და აქ არის კიდევ ერთი საიდუმლო. თუ თქვენ არასდროს გამოგიყენებიათ ტელესკოპი, არ იყიდოთ ის კომეტისთვის. იმიტომ რომ ტელესკოპის გამოყენება არ არის ისეთი მარტივი, როგორც ჩანს. თქვენ უნდა ისწავლოთ, როგორ დააყენოთ ის, როგორ გააგაასწოროთ ის, როგორ იპოვოთ ობიექტები, როგორ გამოიყენოთ სხვადასხვა ოკულარები და ეს ყველაფერი საჭიროებს დროს და პრაქტიკას. თუ თქვენ იყიდით ტელესკოპს აპრილის 25-ს წინ ერთი კვირით, თქვენ დახარჯავთ იმ ერთ კვირას ტელესკოპის სწავლაზე, არა კომეტის დაკვირვებაზე. ასე რომ, თუ თქვენ არ გაქვთ ტელესკოპი, დაიწყეთ ბინოკლით, ან თუნდაც შიშველი თვალით. იმიტომ რომ კომეტის დანახვა არ არის ტექნიკური გამოწვევა, ეს არის გამოცდილება. ეს არის მომენტი, როდესაც თქვენ აღმოაჩენთ რაღაცას, რაც მოგზაურობდა კოსმოსში მილიონობით წლის განმავლობაში, რომ მოვიდეს ზუსტად აქ, ზუსტად ეხლა, ზუსტად იმ მომენტში, როდესაც თქვენ უყურებთ ძევით. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც თქვენ უნდა იცოდეთ. 25 აპრილი არ არის ერთადერთი დღე, როდესაც შეგიძლიათ დაინახოთ კომეტა. ეს არის დღე, როდესაც კომეტა იქნება ყველაზე კაშკაშა. მაგრამ კომეტა იქნება ხილული რამდენიმე კვირის განმავლობაში, შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაშიც. იმიტომ რომ კომეტა არ ქრება უეცრად. ის ნელ-ნელა ბუნდოვდება, როგორც ის მოშორდება მზეს და დაბრუნდება სიბნელეში. წარმოიდგინეთ ეს როგორც მოგზაურობა. კომეტა მოდის შორიდან, ნელ-ნელა ხდება უფრო კაშკაშა, აღწევს პიკს, შემდეგ ნელ-ნელა ქრება. და ამ მოგზაურობის განმავლობაში ის იცვლება. მისი კომა იზრდება და მცირდება. მისი კუდი იცვლება ფორმას და მიმართულებას. მისი ფერი შეიძლება შეიცვალოს. იმიტომ რომ კომეტა არ არის სტატიკური ობიექტი. ეს არის დინამიური, ცოცხალი, მუდმივად ცვალებადი სისტემა. და ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ დაინახავთ კომეტას აპრილის 1-ს და შემდეგ კვლავ აპრილის 25-ს და შემდეგ კვლავ მაისის 1-ს, თქვენ დაინახავთ 3 სხვადასხვა კომეტას. არა 3 სხვადასხვა ობიექტს, არამედ ხო ობიექტს, არამედ ერთ ობიექტს 3 სხვადასხვა მდგომარეობაში. თქვენ დაინახავთ, როგორ იზრდება კომეტა, როგორ აღწევს პიკს, როგორ იწყებს ქრობას. თქვენ დაინახავთ ევოლუციას რეალურ დროში. და აქ არის რაღაც, რაც ხდის ამას განსაკუთრებულს. ეს ევოლუცია არ არის ნელი. ეს არ არის რაღაც, რაც ხდება მილიონობით წლის განმავლობაში, როგორც ევოლუცია ვარსკვლავებისა ან გალაქტიკებისა. ეს არის რაღაც, რაც ხდება დღეების განმავლობაში, კვირების განმავლობაში. მავლობაში. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ცვლილება ყოველ ღამე. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, როგორ იზრდება კუდი, როგორ იცვლება კომის ფორმა, როგორ ჩნდება ახალი სტრუქტურები. და ეს არის ის, რაც ხდის კომეტებს ისეთ ამაღელვებელს ასტრონომებისთვის. ისინი არ არიან სტატიკური ობიექტები, რომლებიც გამოიყურებიან ერთნაირად ყოველ ღამე.
ისინი არიან დინამიური სისტემები, რომლებიც იცვლებიან, ევოლუციონირებენ, გვიჩვენებენ რაღაც ახალს ყოველ დაკვირვებაზე. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც თქვენ უნდა გესმოდეთ. ეს ცვლილებები არ არის უბრალოდ ვიზუალური. ისინი არ არის უბრალოდ ლამაზი სანახაობა. ისინი არიან ფიზიკური პროცესები, რომლებიც ხდებიან რეალურ დროში. როდესაც თქვენ ხედავთ, რომ კომეტის კუდი გახდა უფრო გრძელი, ეს ნიშნავს, რომ კომეტა ფრქვევა მეტ აირს და მტვერს. როდესაც თქვენ ხედავთ, რომ კომა გახდა უფრო დიდი, ეს ნიშნავს, რომ მზის სითბო აორთქლებს მეტ ყინულს. როდესაც თქვენ ხედავთ, რომ კუდის ფერი შეიცვალა, ეს ნიშნავს, რომ შეიცვალა ქიმიური შედგენილობა იმ აირისა, რომელიც ფრქვევა. და ეს ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ აკვირდებით კომეტას, თქვენ არ უბრალოდ უყურებთ, თქვენ აკვირდებით, თქვენ აკეთებთ მეცნიერებას. შესაძლოა არა პროფესიონალურ დონეზე, შესაძლოა არა ზუსტი გაზომებით, მაგრამ თქვენ აკვირდებით ფიზიკურ პროცესს, რომელიც ხდება 50 მილიონ კილომეტრში თქვენგან. და აქ იწყება რაღაც საოცარი. იმიტომ რომ როდესაც თქვენ იწყებთ აზროვნებას კომეტაზე, არა როგორც ლამაზ სანახაობაზე, არამედ როგორც ფიზიკურ ობიექტზე, თქვენ იწყებთ დასმას კითხვებს. რატომ არის კუდი მიმართული ზუსტად მზისგან მოშორებით? რატომ არის ორი კუდი, არა ერთი? რატომ არის ერთი კუდი თეთრი და მეორე ლურჯი? რატომ იცვლება კომის ზომა? რატომ ზოგჯერ კომეტები უეცრად ხდებიან უფრო კაშკაშები? და ეს კითხვები გვიბიძგებენ უფრო ღრმა გაგებისკენ. ისინი გვიბიძგებენ იმის გაგებისკენ, თუ რა ხდება რეალურად, როდესაც კომეტა უახლოვდება მზეს. დავითხოვთ კუდით. რატომ არის კუდი მიმართული მზისგან მოშორებით? ინტუიცია გვეუბნება, რომ კუდი უნდა იყოს მიმართული უკან, იმ მიმართულებით, საიდანაც მოდის კომეტა. ისევე როგორც თქვენი თმა ფრიალებს უკან, როდესაც თქვენ მიდიხართ წინ. მაგრამ კომეტის კუდი არ მუშაობს ასე. კომეტის კუდი ყოველთვის მიმართულია მზისგან მოშორებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მიმართულებით მოძრაობს კომეტა. რატომ? იმიტომ რომ კუდს უბიძგებს არა კომეტის მოძრაობა, არამედ მზის ქარი. მზის ქარი არის ნაკადი დამუხტული ნაწილაკებისა, ძირითადად პროტონებისა და ელექტრონებისა, რომელიც მუდმივად ფქვევა მზიდან ყველა მიმართულებით. ეს ნაკადი მოძრაობს სიჩქარით დაახლოებით 400 კილომეტრი/წამში და როდესაც ის ეჯახება კომეტის კომას, იმ ბუნდოვან ატმოსფეროს აირისა და მტვრისა, ის უბიძგებს მას უკან, მოშორებით მზისგან. მაგრამ აქ არის საინტერესო ნაწილი. მზის ქარი არ უბიძგებს ყველაფერს ერთნაირად. ის უბიძგებს დამუხტულ ნაწილაკებს, იონებს, ბევრად უფრო ძლიერად ვიდრე ნეიტრალურ ნაწილაკებს. და ის უბიძგებს მცირე ნაწილაკებს ბევრად უფრო ძლიერად ვიდრე დიდ ნაწილაკებს. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა ნაწილაკებები უბიძგებიან სხვადასხვა სიჩქარით და სხვადასხვა მიმართულებით. და ეს არის მიზეზი, რის გამოც კომეტას აქვს ორი კუდი. ერთი კუდი, იონური კუდი, შედგება დამუხტული ნაწილაკებისგან. ეს ნაწილაკები უბიძგებიან ძალიან ძლიერად და ძალიან სწრაფად. ისინი ქმნიან სწორ ვიწრო კუდს, რომელიც მიმართულია ზუსტად მზისგან მოშორებით. ეს კუდი ანათებს ლურჯად, იმიტომ რომ დამუხტული ნაწილაკები, ძირითადად ნახშირორჟანგის მოლეკულები, ასხივებენ ულტრაიისფერ სინათლეს, რომელიც ჩვენთვის გამოიყურება ლურჯად. მეორე კუდი, მტვრის კუდი, შედგება ნეიტრალური ნაწილაკებისგან. ეს ნაწილაკები უბიძგებიან ნაკლებად ძლიერად და ნაკლებად სწრაფად. ისინი ქმნიან მოხრილ, ფართო კუდს, რომელიც არ არის მიმართული ზუსტად მზისგან მოშორებით, არამედ ოდნავ გვერდით. ეს კუდი ანათებს თეთრად, იმიტომ რომ მტვრის ნაწილაკები უბრალოდ ასახავენ მზის სინათლეს. და აქ არის რაღაც საოცარი. ეს ორი კუდი არ არის სტატიკური. ისინი იცვლებიან ყოველ დღე, ყოველ საათს. იონური კუდი შეიძლება გახდეს უფრო გრძელი ან უფრო მოკლე, დამოკიდებულია მზის ქარის ინტენსივობაზე. მტვრის კუდი შეიძლება შეიცვალოს ფორმა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ მტვერს ფრქვევა კომეტა. ზოგჯერ კომეტას აქვს მხოლოდ ერთი კუდი, ზოგჯერ მას აქვს 3 ან 4 კუდი, თითოეული სხვადასხვა ტიპის ნაწილაკებისგან. და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ კომეტა არ არის მყარი ობიექტი. ეს არის ობიექტი, რომელიც ფრქვევა ნივთიერებას. ეს არის ობიექტი, რომელნელა იშლება. ყოველ წამს კომეტა კარგავს 1000-ობით ტონა მასალას. ყოველ დღეს ის კარგავს მილიონობით ტონა მასალას. და ამ მასალის დაკარგვა არის ის, რაც ქმნის კომას და კუდს. მაგრამ აქ არის კითხვა: საიდან მოდის ეს მასალა? რა ხდება კომეტის ზედაპირზე, რომ იწვევს ამ უზარმაზარ ფრქვევას? პასუხი არის სუბლიმაცია. როდესაც კომეტა უახლოხლოდება მზეს, მზის სინათლე იწყებს გათბობას კომეტის ზედაპირს. მაგრამ კომეტის ზედაპირი არ არის ერთგვაროვანი. ის არის ნარევი ყინულისა, ქვისა, მტვრისა და ორგანული მასალისა. ზოგიერთი ნაწილი არის უფრო მუქი და აბსორბირებს მეტ სითბოს. ზოგიერთი ნაწილი არის უფრო ღია და ასახავს მეტ სინათლეს. და როდესაც მუქი ნაწილები თბება, ისინი იწყებენ სუბლიმაციას. ყინული პირდაპირ გადადის მყარი მდგომარეობიდან აირად, გვერდის ავლით თხევადი ფაზა. ეს აირი, წყლის ორთქლი,
ნახშირ ორჟანგი, მეთანი, ამიაკი იწყებს გამოფრენას კომეტის ზედაპირიდან. და როდესაც ის გამოფრინდება, ის იტაცებს თან ტვრის ნაწილაკებს, მცირე ქვის ნაჯრებს, რომლებიც იყო ჩარყინული ყინულში. ეს პროცესი არ არის ერთგვაროვანი, ის არ ხდება ყველგან ერთდროულად. ის ხდება კონკრეტულ ადგილებში, იქ სადაც ზედაპირი არის ყველაზე მუქი, სადაც ყინული არის ყველაზე ახლოს ზედაპირთან, სადაც მზის სინათლე ეცემა ყველაზე პირდაპირ. ეს ადგილები ხდებიან აქტიური რეგიონები, ჯეტები, რომლებიც ფრქვევენ აირს და მტვერს კოსმოსში. და ეს ჯეტები არ არის სტაბილურები. ისინი ჩნდებიან და ქრებიან, ისინი იზრდებიან და მცირდებიან. ისინი იცვლებიან მიმართულებას, იმიტომ რომ კომეტა ბრუნავს. ხოლო რამდენიმე საათში კომეტა აკეთებს ერთ სრულ ბრუნს თავის ღერძის გარშემო და როდესაც ის ბრუნავს, სხვადასხვა რეგიონები ექვემდებარებიან მზის სინათლეს. ახალი ჯეტები ჩნდებიან, ძველი ჯეტები ქრებიან. და ეს არის მიზეზი, რის გამოც კომეტები ზოგჯერ უეცრად ხდებიან უფრო კაშკაშები. ზოგჯერ ახალი, განსაკუთრებით აქტიური რეგიონი ექვემდებარება მზის სინათლეს. ზოგჯერ დიდი ნაჭერი ყინული უეცრად სუბლიმირდება. ზოგჯერ კომეტის ზედაპირი იშლება, ხსნის ახალ ყინულს ქვემოთ. და ეს იწვევს უეცარ ზრდას ფრქვევაში, უეცარ ზრდას სიკაშკაშეში. ასტრონომები უწოდებენ ამას აფეთქებას, მაგრამ ეს არ არის რეალური აფეთქება. ეს არის უბრალოდ უეცარი ზრდა სუბლიმაციაში. და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კომეტები არიან ისეთი არაპროგნოზირებადი. თქვენ არ იცით, როდის მოხდება შემდეგი აფეთქება. თქვენ არ იცით, რამდენად კაშკაშა გახდება კომეტა. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ. თქვენ შეგიძლიათ აკვირდეთ. თქვენ შეგიძლიათ გამოხვიდეთ ყოველ ღამე და შეხედოთ კომეტას. თქვენ შეგიძლიათ შეამჩნიოთ ცვლილებები. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, როგორ იზრდება კუდი, როგორ იცვლება კომის ფორმა, როგორ იცვლება სიკაშკაშე. და თქვენ შეგიძლიათ ჩაიწეროთ ეს ცვლილებები. და აქ არის რაღაც საოცარი. თქვენი დაკვირვებები შეიძლება იყოს ღირებული, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ მეცნიერებისთვის. იმიტომ რომ პროფესიონალი ასტრონომები ვერ აკვირდებიან კომეტას ყოველ ღამე. მათ აქვთ შეზღუდული დრო ტელესკოპებზე, მათ აქვთ სხვა პროექტები, მათ აროექტები. მათ არ შეუძლიათ თვალყური ადევნონ ყველა ცვლილებას. მაგრამ ამატორი ასტრონომები შეუძლიათ. ამატორი ასტრონომები, რომლებსაც აქვთ მცირე ტელესკოპები ან თუნდაც ბინოკლები, შეუძლიათ გამოხვიდნენ ყოველ ღამე და აკვირდნენ კომეტას. ისინი შეუძლიათ გაზომონ მისი სიკაშკაშე, ისინი შეუძლიათ დახატონ მისი ფორმა, ისინი შეუძლიათ გადაიღონ ფოტოები. და ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს უფასო პროფესიონალი ასტრონომებისთვის. არსებობს ორგანიზაციები, როგორიცაა ამერიკული ასოციაცია ცვალებადი ვარსკვლავების დამკვირვებლების, ბრიტანული ასტრონომიული ასოციაცია, საერთაშორისო კომეტების კვარტალური, რომლებიც აგროვებენ დაკვირვებებს ამატორი ასტრონომებისგან. ისინი აგროვებენ ინფორმაციას კომეტების სიკაშკაშის, ფორმის, კუდის სიგრძის შესახებ. და ეს ინფორმაცია გამოიყენება პროფესიონალი ასტრონომების მიერ მოდელების შესაქმნელად, პროგნოზების გასაკეთებლად, კომეტების ქცევის გასაგებად. ასე რომ, როდესაც თქვენ აკვირდებით კომეტა C-2025 არის 3-ს, თქვენ არ უბრალოდ უყურებთ ლამას სანახაობას. თქვენ შეიძლება იყოთ ნაწილი მეცნიერული პროექტისა. თქვენ შეიძლება იყოთ ნაწილი გლობალი ქსელისა, გლობალური ქსელისა, რომელიც აკვირდება და სწავლობს ამ საოცარ ობიექტს. მაგრამ დაუბრუნდეთ პრაქტიკულ კითხვას. როდის უნდა აკვირდეთ? 25 აპრილი არის დღე მაქსიმალური სიკაშკაშისა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ერთადერთი დღე. კომეტა იქნება ხილული რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ თარიღის წინ და შემდეგ. დავითვოთ აპრილის დასაწყისით. 1 აპრილს კომეტა უკვე იქნება ხილული ბინოკლით. მისი სიკაშკაშე იქნება დაახლოებით 8.5 მაგნიტუდა, ოდნავ ბუნდოვანი შიშველი თვალისთვის, მაგრამ კაფიოდ ხილული ბინოკლით. ის იქნება ჩრდილო-დასავლეთ ცაზე, დაბალი ჰორიზონტზე, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მზის ჩასვლის შემდეგ. 9 აპრილს კომეტა გახდება ოდნავ უფრო კაშკაშა, დაახლოებით 8 მაგნიტუდა. ის ჯერ კიდევ იქნება ბუნდოვანი შიშველი თვალისთვის, მაგრამ ბინოკლით თქვენ დაინახავთ მკაფიო კომას და შესაძლოა მოკლე კუდს. 15 აპრილს კომეტა გახდება დაახლოებით 7.5 მაგნიტუდა. ეს არის ზღვარი, სადაც ის იწყებს ხტომას ხილულად შიშველი თვალით იდეალურ პირობებში. მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ დაგჭირდებათ ბინოკლი, თუ თქვენ იმყოფებით ადგილას სინათლის დაბინძურებით. 25 აპრილს, დღე მაქსიმალური სიკაშკაშისა. კომეტა მიაღწევს 7.7 მაგნიტუდას. ეს არის მომენტი, როდესაც ის იქნება ყველაზე ადვილი დასანახად. ეს არის მომენტი, როდესაც მისი კომა იქნება ყველაზე დიდი, მისი კუდი ყველაზე გრძელი, მისი სიკაშკაშე ყველაზე მაღალი. მაგრამ ეს არ არის დასასრული. მაისის დასაწყისში კომეტა ჯერ კიდევ იქნება ხილული. მისი სიკაშკაშე დაიწყებს კლებას. 8 მაგნიტუდა, 8.5 მაგნიტუდა, 9 მაგნიტუდა. ის ნელ-ნელა გახდება ბუნდოვანი.
მაგრამ ბინოკლით ამ მცირე ტელესკოპით თქვენ ჯერ კიდევ შეძლებთ მის დანახვას. მაისის შუა რიცხვებში კომეტა გახდება ძალიან ბუნდოვანი შიშველი თვალისთვის. 9.5 მაგნიტუდა, ან უფრო ბუნდოვანი. მაგრამ ტელესკოპით თქვენ ჯერ კიდევ შეძლებთ მის დანახვას. და აქ არის საინტერესო ნაწილი. ამ დროს კომეტა იქნება უფრო შორს მზისგან, ასე რომ მისი ფრქვევა შემცირდება. მაგრამ ის ასევე იქნება უფრო ახლოს დედამიწასთან, ასე რომ მისი ხილული ზომა შეიძლება რჩეს დიდი. და ეს გვიბიძგებს საინტერესო კითხვისკენ. რა განსხვავებაა სიკაშკაშესა და ზომას შორის? რატომ შეიძლება ობიექტი იყოს ბუნდოვანი, მაგრამ დიდი? პასუხი არის ზედაპირის სიკაშკაშე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ორი ფანარი. ერთი ფანარი არის მცირე, მაგრამ ძალიან კაშკაშა. მეორე ფანარი არის დიდი, მაგრამ ბუნდოვანი. რომელი იქნება უფრო ადვილი დასანახად? ეს დამოკიდებულია. თუ თქვენ ზომავთ მთლიან სინათლეს, ყველა ფოტონს, რომელიც მოდის ფანრიდან, მაშინ მცირე კაშკაშა ფანარი შეიძლება იყოს უფრო კაშკაშა. მაგრამ თუ თქვენ უყურებთ მას თვალით, დიდი, ბუნდოვანი ფანარი შეიძლება იყოს უფრო ადვილი დასანახად, იმიტომ რომ ის იკავებს უფრო დიდ ფართობს თქვენს ხედვის ველში. კომეტები მუშაობენ ასევე. როდესაც კომეტა არის ახლოს მზესთან, ის ფრქვევა ბევრ აირს და მტვერს. მისი კომა არის მცირე, მაგრამ ძალიან კაშკაშა. მისი მთლიანი სიკაშკაშე, ყველა სინათლე, რომელიც მოდის კომეტიდან, არის მაღალი. მაგრამ როდესაც კომეტა მოშორდება მზეს, მისი ფრქვევა მცირდება. მისი კომა იზრდება, იმიტომ რომ აირი და მტვერი ვრცელდება უფრო დიდ მოცულობაში, მაგრამ ხდება ბუნდოვანი. მისი მთლიანი სიკაშკაშე მცირდება, მაგრამ მისი ხილული ზომა შეიძლება გაიზარდოს და ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა დროს კომეტა გამოიყურება სხვადასხვანაირად. აპრილის ბოლოს ის იქნება მცირე და კაშკაშა. მაისის შუა რიცხვებში ის იქნება დიდი და ბუნდოვანი. ორივე შემთხვევაში ის იქნება საინტერესო დასაკვირვებლად, მაგრამ ისინი იქნებიან სხვადასხვა გამოცდილებები. მაგრამ აქ არის რაღაც რაც ხდის სისლეში 2025. არის ამს განსაკუთრებულს არამხოლოდ როგორც სანახაობას, არამედ როგორც მეცნიერულ შესაძლებლობას. ეს არის კომეტა, რომელიც მოდის იდეალურ მომენტში. მომენტში, როდესაც ადამიანობას აქვს ინსტრუმენტები, რომლებიც არასდროს ქონია ადრე. ინსტრუმენტები, რომლებიც შეუძლიათ დაინახონ არამხოლოდ ის, თუ როგორ გამოიყურება კომეტა, არამედ ის, თუ რისგან შედგება ის. ის თუ როგორ მოძრაობს ის თუ რა ხდება მის ზედაპირზე ყოველ წამს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ არამხოლოდ კომეტის კუდი, არამედ ცალკეული მოლეკულები, რომლებიც ფრინავენ ამ კუდში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გაზომოთ არამხოლოდ კომეტის სიკაშკაშე, არამედ ზუსტი ქიმიური შედგენილობა იმ აირისა, რომელიც ფრქვევა მისი ზედაპირიდან. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ არამხოლოდ ბუნდოვანი ლაქა ცაზე, არამედ სამგანზომილებიანი რუკა კომეტის ზედაპირისა, სადაც ყოველი ქვა, ყოველი ბზარი, ყოველი აქტიური რეგიონი არის ხილული. ეს არ არის ფანტასტიკა, ეს არის რეალობა 2026 წელს. დავიწყოთ სპექტროსკოპიით. ეს არის ტექნიკა, რომელიც იყენებს იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა ქიმიური ელემენტები და სხვა ქიმიური ელემენტები და მოლეკულები ასხივებენ სინათლეს სხვადასხვა ტალღის სიგრძეზე. როდესაც თქვენ ირებთ სინათლეს კომეტიდან და ყოფთ მას სპექტრად, ისევე როგორც პრიზმა ყოფს თეთრ სინათლეს ცალკეულ ფერებად, თქვენ ხედავთ ხაზებს, ბნელ ხაზებს და კაშკაშა ხაზებს. და ყოველი ხაზი შეესაბამება კონკრეტულ მოლეკულას. ლურჯ ნაწილში თქვენ ხედავთ ხაზებს ნახშირო ჟანგის მოლეკულებისგან, მწვანე ნაწილში ციანიდის მოლეკულებისგან, წითელ ნაწილში წყლის ორთქლისგან. გან და თითოეული ამ ხაზის ინტენსივობა გეუბნებათ, რამდენი არის ამ მოლეკულის კომეტაში. მაგრამ აქ არის საოცარი ნაწილი. თქვენ არ გჭირდებათ გიგანტური ტელესკოპი ამისთვის. თანამედროვე სპექტროგრაფები, ინსტრუმენტები, რომლებიც ყოფენ სინათლეს სპექტრად, არიან იმდენად მგრძნობიარე და იმდენად კომპაქტური, რომ ისინი შეიძლება დაერთოს თუნდაც მცირე ამატორულ ტელესკოპებს. ეს ნიშნავს, რომ ამატორი ასტრონომები, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ტელესკოპები თავიანთ ეზოებში, შეუძლიათ გააკეთონ იგივე ტიპის გაზომვები, რომლებსაც აკეთებდნენ მხოლოდ პროფესიონალები 20 წლის წინ. და ეს იწვევს რევოლუციას იმაში, თუ როგორ სწავლობთ კომეტებს. იმიტომ რომ კომეტა არ არის სტატიკური ობიექტი. მისი ქიმიური შედგენილობა იცვლება ყოველ საათს, ყოველ დღეს. ახალი მოლეკულები ჩნდებიან, როდესაც ახალი რეგიონები ზედაპირზე ექვემდებარებიან მზის სინათლეს. ძველი მოლეკულები ქრებიან, როდესაც ისინი იშლებიან მზის ულტრაისფერი გამოსხივების ქვეშ. და ამ ცვლილებების თვალყურის დევნება საჭიროებს მუდმივ დაკვირვებას, არა ერთხელ კვირაში, არამედ ყოველ ღამე, შესაძლოა ყოველ სამე, სულა ყოველ საათს. პროფესიონალ ასტრონომებს არ შეუძლიათ ეს. მათ აქვთ შეზღუდული დრო დიდ ტელესკოპებზე. მაგრამ ამატორებს შეუძლიათ.
და როდესაც ასობით ამატორი ასტრონომი მთელ მსოფლიოში აკვირდებიან ერთსა და იმავე კომეტას, აკეთებენ სპექტროსკოპიულ გაზომებს, იზიარებენ თავიანთ მონაცემებს ონლაინ ბაზებში, ისინი ქმნიან რაღაცას უნიკალურს, გლობალურ, რეალურ დროში მონიტორინგს კომეტის ქიმიური ევოლუციისა. მაგრამ სპექტროსკოპია არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი. არსებობს ასევე ფოტომეტრია, ზუსტი გაზომა სიკაშკაშისა. და აქ ხდება რაღაც საინტერესო. როდესაც თქვენ ზომავთ კომეტის სიკაშკაშის ყოველ ღამე, თქვენ ხედავთ არა გლუვ მრუდს, არამედ რაღაც ბევრად უფრო რთულს. სიკაშკაშე იზრდება და მცირდება. ზოგჯერ ის იზრდება უეცრად, აფეთქება, როდესაც ახალი აქტიური რეგიონი ექვემდებარება მზის სინათლეს. ზოგჯერ ის მცირდება თანდათანობით, როდესაც ძველი რეგიონი ამოწურავს თავის ყინულს. და ამ ცვლილებების ანალიზი გეუბნებათ რაღაცას ფუნდამენტურს კომეტის შესახებ. ის გეუბნებათ თუ რამდენად სწრაფად ბრუნავს კომეტა. ის გეუბნებათ სად არის აქტიური რეგიონები მის ზედაპირზე. ის გეუბნებათ რამდენი ყინული რჩება. ის გეუბნებათ რამდენი ხანის შენიხანი შეძლებს კომეტა გააგრძელოს ფქვევა. მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო საოცარი. თანამედროვე კამერები, თუნდაც ის კამერები, რომლებიც არიან ჩვეულებრივ ტელეფონებში, არიან იმდენად მგრძნობიარე, რომ ისინი შეუძლიათ დაიჭირონ დეტალები, რომლებიც უხილავია ადამიანის თვალისთვის. როდესაც თქვენ ირებთ გრძელ ექსპოზიციას, 20 წამი, 80 წამი, 2 წუთი, კამერა აგროვებს სინათლეს, რომელსაც თქვენი თვალი ვერ აგროვებს. და უეცრად, ბუნდოვანი ლაქა, რომელსაც თქვენ ხედავდით თვალით, ხდება დეტალური სტრუქტურა. თქვენ ხედავთ არა მხოლოდ კომას, არამედ ფენებს კომაში. კონცენტრული წრეები, რომლებიც აჩვენებენ თუ როგორ ვრცელდება აირი ზედაპირიდან. თქვენ ხედავთ არა მხოლოდ კუდს, არამედ სტრუქტურებს კუდში, ზოლებს, რომლებიც აჩვენებენ თუ როგორ იცვლება ფრქვევა დროში. თქვენ ხედავთ ჯეტებს, ვიწრო ნაკადებს აირისა და მტვრისა, რომლებიც გამოფრინდებიან კონკრეტული წერტილებიდან ზედაპირზე. და როდესაც თქვენ იღებთ ასეთ ფოტოებს ყოველღამოველ ღამე, თქვენ ხედავთ როგორ ეს სტრუქტურები იცვლებიან. ჯეტი, რომელიც იყო ხილული გუშინ, დღეს შეიძლება გაქრეს. ახალი ჯეტი შეიძლება გამოჩნდეს. კომის ფორმა შეიძლება შეიცვალოს. კუდის მიმართულება შეიძლება შეიცვალოს. და აქ იწყება რაღაც ნამდვილად საოცარი. იმიტომ რომ როდესაც ასობით ადამიანი მთელ მსოფლიოში იღებენ ასეთ ფოტოებს, აზიარებენ მათ ონლაინ, მეცნიერებს შეუძლიათ გააერთიანონ ისინი სამგანზომილებიან მოდელში. ისინი შეუძლიათ შექმნან რუკა კომეტის ზედაპირისა. ისინი შეუძლიათ იდენტიფიცირება აქტიური რეგიონების. ისინი შეუძლიათ გაზომონ თუ რამდენ მასალას კარგავს კომეტა ყოველ დღეს. და ეს არის რაღაც, რაც იყო შეუძლებელი მხოლოდ 10 წლის წინ. 10 წლის წინ კომეტების შესწავლა იყო შეზღუდული პროფესიონალი ასტრონომებით, რომლებსაც ჰქონდათ ცდომა დიდ ტელესკოპებზე. ეხლა ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ტელესკოპი და კამერა, შეუძლია ცვლილი შეიტანოს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყოს ნაწილი მეცნიერული აღმოჩენისა. მაგრამ რას ვსწავლობთ ჩვენ ამ ყველა დაკვირვებიდან? რას გვეუბნება C/2025 R3 ჩვენზე, მზის სისტემაზე, სიცოცხლის წარმოშობაზე? დავიწყოთ ყველაზე ფუნდამენტური კითხვით. რისგან შედგება კომეტა? ჩვენ უკვე ვიცით, რომ ის შეიცავს ყინულს, წყლის ყინულს, ნახშირორჟანგის ყინულს, მეთანის ყინულს. მაგრამ რა თანაფარდობით? და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? პასუხი გვიბიძგებს უკან დროში, იმ მომენტამდე, როდესაც მზის სისტემა ჯერ კიდევ იყო ღრუბელი აირისა და მტვრისა. ამ ღრუბელში ტემპერატურა არ იყო ერთგვაროვანი. ცენტრში, სადაც ყალიბდებოდა მზე, ტემპერატურა იყო 1000 გრადუსი, მაგრამ გარე ნაწილებში, სადაც ყალიბდებოდნენ კომეტები, ტემპერატურა იყო -250 გრადუსი, ან უფრო ცივი. და ამ სხვადასხვა ტემპერატურებზე სხვადასხვა ნივთიერებები გაყინულდნენ. წყალი გაყინულდა პირველი, დაახლოებით -0 გრადუსზე. ნახშირორჟანგი გაყინულდა უფრო დაბალ ტემპერატურაზე, -90 გრადუსზე. მეთანი გაყინულდა კიდევ უფრო დაბალ ტემპერატურაზე, -190 გრადუსზე. და ყველაზე ცივ ადგილებში თუნდაც აზოტი და ჟანგბადი გაყინულდნენ. ეს ნიშნავს, რომ კომეტის ქიმიური შედგენილობა არის როგორც თერმომეტრი. ის გვიჩვენებს, თუ რამდენად ცივი იყო ის რეგიონი, სადაც კომეტა ჩამოყალიბდა. თუ კომეტა შეიცავს ბევრ წყალს, მაგრამ ცოტა მეთანს, ეს ნიშნავს, რომ ის ჩამოყალიბდა შედარებით თბილ რეგიონში, შესაძლოა იუპიტერის ორბიტის მახლობლად. თუ კომეტა შეიცავს ბევრ მეთანს და აზოტს, ეს ნიშნავს, რომ ის ჩამოყალიბდა ძალიან ცივ რეგიონში, შესაძლოა ორტის ხრუბლის გარე ნაწილებში. და როდესაც ჩვენ ზომავთ C/2025 R3-ის ქიმიურ შედგენილობას, ჩვენ ვსწავლობთ არა მხოლოდ ამ კონკრეტული კომეტის შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ იმ რეგიონის შესახებ, სადაც ის ჩამოყალიბდა. ჩვენ ვსწავლობთ იმის შესახებ, თუ როგორი იყო მზის სისტემა 4,6 მილიარდი წლის წინ.
მაგრამ აქ არის რაღაც კიდე უფრო საინტერესო. სხვადასხვა კომეტებს აქვთ სხვადასხვა ქიმიური შედგენილობა. ზოგიერთ კომეტას აქვს ბევრი წყალი, ზოგიერთს აქვს ბევრი ნახშირორჟანგი, ზოგიერთს აქვს ბევრი ორგანული მოლეკულები. და ეს განსხვავებები გვეუბნებიან, რომ კომეტები ჩამოყალიბდნენ სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირობებში. წარმოიდგინეთ ეს როგორც არქეოლოგია. როდესაც არქეოლოგი იპოვის ძველ ქოთანს, ის შეისწავლის მის ფორმას, მის დეკორაციას, მის მასამასალას. და ამ დეტალებიდან ის შეიძლება გაიგოს, სად და როდის იყო დამზადებული ეს ქოთანი, ვინ დაამზადა ის, რისთვის გამოიყენებოდა ის. კომეტები არიან ისეთივე. ისინი არიან არტეფაქტები იმ დროიდან, როდესაც მზის სისტემა ჯერ კიდევ ყალიბდებოდა. და როდესაც ჩვენ სწავლობთ მათ ქიმიურ შედგენილობას, ჩვენ ვკითხულობთ ისტორიას. ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ დაიბადა ჩვენი სამყარო. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც აწუხებს მეცნიერებს. რატომ არის ზოგიერთი კომეტა ისეთი განსხვავებული? რატომ აქვს ზოგიერთ კომეტას ბევრად მეტი ორგანული მოლეკული ვიდრე სხვებს? ერთი თეორია ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ჩამოყალიბდა კომეტა. რეგიონები, რომლებიც იყვნენ უფრო ახლოს ვარსკვლავებთან, არა მზესთან, არამედ სხვა ვარსკვლავებთან, რომლებიც იყვნენ ახლოს იმ დროს, როდესაც მზის სისტემა ყალიბდებოდა, შეიძლება მიიღეს მეტი ულტრაისფერი გამოსხივება. ეს გამოსხივება შეიძლება გამოეწვია ქიმიური რეაქციები, რომლებმაც შექმნეს უფრო რთული ორგანული მოლეკულები. მეორე თეორია ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხანი დარჩა კომეტა ცივ რეგიონში. კომეტები, რომლებიც სწრაფად გადავიდნენ თბილ რეგიონებში, დაკარგეს თავიანთი აქროლადი მოლეკულები. მაგრამ კომეტები, რომლებიც დარჩნენ ცივ რეგიონებში, მილიარდობით წლის განმავლობაში, შეინარჩუნეს ყველაფერი, მათ შორის ყველაზე რთული ორგანული მოლეკულები. და აქ არის საოცარი ნაწილი. C/2025R3, რომელიც მოდის ორტის ღრუბლიდან, არის ზუსტად ამ ტიპის კომეტა. ის არის კომეტა, რომელიც დარჩა ცივ რეგიონში თითქმის მთელი მზის სისტემის ისტორიის განმავლობაში. ის არის კომეტა, რომელმაც შეინარჩუნა ყველაფერი, ყველა კინული, ყველა მტვერი, ყველა ორგანული მოლეკულა, იმ დროიდან, როდენ დროს ჩამოყალიბდა. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ ვსწავლობთ C/2025R3-ს, ჩვენ ვსწავლობთ არა მხოლოდ იმის შესახებ, თუ როგორი იყო მზის სისტემა 4 მილიარდ 600 მილიონი წლის წინ, ჩვენ ვსწავლობთ იმის შესახებ, თუ რა ტიპის ორგანული მოლეკულები იყო ხელმისაწვდომი იმ დროს. ჩვენ ვსწავლობთ იმის შესახებ, თუ რა ტიპის ქიმია იყო შესაძლებელი. ჩვენ ვსწავლობთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა დაწყება სიცოცხლე. და აქ ჩვენ ვუბრუნდებით იმ კითხვას, რომელიც დავსვით ადრე. შეიძლება თუ არა, რომ სიცოცხლე დედამიწაზე მოვიდა კომეტებიდან? პასუხი არის, ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ჩვენ ვიცით რამდენიმე საინტერესო ფაქტი. ჩვენ ვიცით, რომ კომეტები შეიცავს ამინომჟავებს, იმ მოლეკულებს, რომლებიც გამოიყენება ცილების შესაქმნელად. ჩვენ ვიცით, რომ ისინი შეიცავს შაქრებს, იმ მოლეკულებს, რომლებიც გამოიყენება DNM-სა და RNA-ს შესაქმნელად. ჩვენ ვიცით, რომ ისინი შეიცავს ლიპიდებს, იმ მოლეკულებს, რომლებიც გამოიყენება უჯრედის მემბრანების შესაქმნელად. ჩვენ ასევე ვიცით, რომ 4 მილიარდ წლის წინ დედამიწა დაბომბდა კომეტებით. არა ერთი კომეტა, არა 10 კომეტა, არამედ მილიონობით კომეტა. ეს პერიოდი, რომელსაც ასტრონომები უწოდებენ გვიან მძიმე ბომბარდირებას, გრძელდებოდა დაახლოებით 100 მილიონ წელს. და ამ 100 მილიონი წლის განმავლობაში კომეტები მოაქვთ დედამიწაზე უზარმაზარი რაოდენობით წყალი და ორგანული მოლეკულები. რამდენი? გამოთვლები აჩვენებენ, რომ კომეტებმა შეიძლება მოიტანონ საკმარისი წყალი, რომ შეავსონ ოკეანები. ისინი ასევე შეიძლება მოიტანონ საკმარისი ორგანული მოლეკულები, რომ შექმნან კონცენტრაცია, რომელიც იყო 10-ჯერ, 100-ჯერ, 1000-ჯერ უფრო მაღალი ვიდრე ის, რაც საჭიროა სიცოცხლის დასაწყებად. მაგრამ აქ არის პრობლემა. ეს მოლეკულები უნდა გადარჩენილიყვნენ შეჯახებას. როდესაც კომეტა ეცემა დედამიწას სიჩქარით 30 კილომეტრი/წამში, ის ქმნის უზარმაზარ ენერგიას. ეს ენერგია ყოველთვის საკმარისია, რომ გაანადგუროს ყველა ორგანული მოლეკულა. ან არა. აღმოჩნდა, რომ პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია კომეტა და რამდენად სწრაფად ის მოძრაობს. მცირე კომეტები, რომლებიც მოძრაობენ ძალიან სწრაფად, მართლაც ანადგურებენ ყველაფერს. მაგრამ დიდი კომეტები, რომლებიც მოძრაობენ ოდნავ უფრო ნელა, შეიძლება დატოვონ ზოგიერთი მოლეკულა ხელუხლებელი. განსაკუთრებით თუ ისინი ეცემიან ოკეანეში, სადაც წყალი მოქმედებს როგორც ბალიში. და აქ არის საინტერესო ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ ეს თეორია. როგორ? ლაბორატორიული ექსპერიმენტებით. მეცნიერებს შეუძლიათ აიღონ ორგანული მოლეკულები, გააკინონ ისინი იმ ტემპერატურაზე, რომელიც არის კომეტებში, შემდეგ გაისროლონ ისინი მაღალ სიჩქარეზე წყალში ან ქვაში და შემდეგ შეამოწმონ, რამდენი მოლეკულა გადარჩა. ამ ექსპერიმენტებმა აჩვენა რაღაც საოცარი. ზოგიერთი ორგანული მოლეკულა, განსაკუთრებით ამინომჟავები, არის გაოცებით მდგრადი.
ისინი შეუძლიათ გადარჩენა შეჯახებას, რომელიც ქმნის ტემპერატურას 1000 გრადუსი. ისინი შეუძლიათ გადარჩენა წნევას, რომელიც არის მილიონჯერ უფრო მაღალი ვიდრე ატმოსფერული წნევა. ეს ნიშნავს, რომ პანსპერმიის თეორია, იდეა, რომ სიცოცხლის ინგრედიენტები მოვიდა კოსმოსიდან, არ არის მხოლოდ სპეკულაცია. ეს არის თეორია, რომელსაც მხარს უჭერს ექსპერიმენტული მტკიცებულებები. ეს არის თეორია, რომელიც ხდება უფრო და უფრო მაჯერებელი, ყოველდამაჯერებელი, ყოველი ახალი აღმოჩენით. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც ჯერ კიდევ რჩება. თუ კომეტებმა მოიტანეს სიცოცხლის ინგრედიენტები დედამიწაზე, მოიტანეს თუ არა ისინი ასევე სხვა პლანეტებზე. მოიტანეს თუ არა ისინი მარსზე, ვენერაზე, ევროპაზე, იუპიტერის მთვარეზე, რომელსაც აქვს ოკეანე ყინულის ქვეშ. ენცელადზე, სატურნის მთვარეზე, რომელიც ფრქვევა ცხლის ორთქლს კოსმოსში. პასუხი თითქმის ნამდვილად არის დიახ, იმიტომ რომ კომეტები არ ირჩევენ. ისინი არ ეცემიან მხოლოდ დედამიწას, ისინი ეცემიან ყველა პლანეტას, ყველა მთვარეს, ყველა ობიექტს მზის სისტემაში. და თუ ისინი მოიტანეს სიცოცხლის ინგრედიენტები დედამიწაზე, ისინი მოიტანეს იგივე ინგრედიენტები ყველგან. ეს ნიშნავს რაღაცას საოცარს. ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლე, ან მაინც სიცოცხლის შესაძლებლობა, შეიძლება იყოს ბევრად უფრო გავრცელებული, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. ეს ნიშნავს, რომ ყველა ადგილი მზის სისტემაში, სადაც არის თხევადი წყალი, შეიძლება კონდეს იგივე ორგანული მოლეკულები, რომლებიც საჭიროა სიცოცხლისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ მარტო. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც უნდა გესმოდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ სიცოცხლე აუცილებლად არსებობს სხვაგან. ორგანული მოლეკულები არიან მხოლოდ ინგრედიენტები. ისინი არ არიან თავად სიცოცხლე. სიცოცხლის დასაწყებად თქვენ გჭირდებათ არა მხოლოდ ინგრედიენტები, არამედ სწორი პირობები, სწორი ტემპერატურა, სწორი წნევა, სწორი ქიმიური გარემო, სწორი ენერგიის წყარო. და ეს პირობები შეიძლება იყოს ძალიან იშვიათი. დედამიწაზე სიცოცხლე დაიწყო, ან მაინც ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაიწყო, დაახლოებით 3 მილიარდ 800 მილიონი წლის წინ. მაგრამ ეს იყო თითქმის 1 მილიარდი წლის შემდეგ, რაც დედამიწა ჩამოყალიბდა. თითქმის 1 მილიარდი წლის შემდეგ, რო კომეტებმა მოიტანეს ორგანული მოლეკულები. რატომ დასჭირდა ასე დიდი ხანი? არავინ იცის ზუსტად. მაგრამ ეს გვეუბნება, რომ სიცოცხლის დაწყება არ არის ადვილი. ეს არ არის რაღაც, რაც ხდება ავტომატურად, როგორც კი გაქვთ ინგრედიენტები. ეს არის რაღაც, რაც საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებს, განსაკუთრებულ გარემოს, შესაძლოა განსაკუთრებულ იღბალს. და ეს გვიბიძგებს უფრო ღრმა კითხვისკენ. რამდენად იშვიათია სიცოცხლე სამყაროში? არის თუ არა ის საერთო რაღაც, რაც ხდება ყველგან, სადაც არის სწორი პირობები? თუ ის არის იშვიათი, რაღაც, რაც მოხდა მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ აქ, მხოლოდ დედამიწაზე. C2025R3 ვერ მოგცემს პასუხს ამ კითხვაზე. მაგრამ ის შეიძლება მოგცეს მინიშნებები. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვსწავლობთ მის ქიმიურ შედგენილობას, როდესაც ჩვენ ზომავთ თუ რამდენი ორგანული მოლეკულა შეიცავს ის, როდესაც ჩვენ ვადარებთ მას სხვა კომეტებს, ჩვენ ვსწავლობთ იმის შესახებ თუ რამდენად საერთოა ეს ორგანული მოლეკულები კოსმოსში. ჩვენ ვსწავლობთ იმის შესახებ თუ რამდენად ადვილია მათი ფორმირება. ჩვენ ვსწავლობთ იმის შესახებ თუ რამდენად დიდია შანსი რომ სიცოცხლე დაიწყოს სხვაგან. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ხდის ამ კითხვას კიდევ უფრო საინტერესოს. იმიტომ რომ კომეტები არ რჩებიან მზის სისტემაში. ზოგიერთი კომეტა, განსაკუთრებით ის კომეტები, რომლებიც მოდიან ორტის ღრუბლიდან და უახლოვდებიან მზეს ძალიან სწრაფად, იღებენ იმდენ ენერგიას მზისგან, რომ მათი სიჩქარე იზრდება. ისინი იზრდებიან იმდენად, რომ აღემატებიან გაქცევის სიჩქარეს. ისინი ტოვებენ მზის სისტემას და გადადიან ინტერსტელარულ კოსმოსში. და როდესაც ისინი მოძრაობენ ინტერსტელარულ კოსმოსში, ისინი შეიძლება მოხვდნენ სხვა ვარსკვლავურ სისტემებში. ისინი შეიძლება ჩაიჭრნენ სხვა ვარსკვლავის გრავიტაციით. ისინი შეიძლება დაიწყონ ორბიტა ამ ვარსკვლავის გარშემო. ისინი შეიძლება ეცნენ პლანეტებს ამ სისტემაში. და თუ ეს მოხდება, თუ კომეტა ჩვენი მზის სისტემიდან ეცემა პლანეტას სხვა ვარსკვლაურ სისტემაში, ის მოიტანს ორგანულ მოლეკულებს იქ. ის მოიტანს იმ ინგრედიენტებს, რომლებიც საჭიროა სიცოცხლისთვის. ის შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, დაიწყოს სიცოცხლე იქ. ეს არის იდეა, რომელსაც უწოდებენ ინტერსტელარულ პანსპერმიას. იდეა, რომ სიცოცხლე არ არის შეზღუდული ერთი პლანეტით, ერთი ვარსკვლავური სისტემით. იდეა, რომ სიცოცხლის ინგრედიენტები და შესაძლოა თავად სიცოცხლე ვრცელდება ვარსკვლავებს შორის, გადაჰქონდათ კომეტებით. და აქ არის საოცარი ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ თეორია. ჩვენ უკვე დავინახეთ ინტერსტელარული ობიექტები, რომლებიც შემოვიდნენ ჩვენს მზის სისტემაში. 2017 წელს ასტრონომებმა აღმოაჩინეს ობიექტი სახელწოდებით ოუმუამუა, პირველი ინტერსტელარული ობიექტი, რომელიც ოდესმე დაფიქსირდა. ის მოვიდა სხვა ვარსკვლავური სისტემიდან, გაიარა მზის სისტემის გავლით და გავიდა კვლავ ინტერსტელარულ კოსმოსში.
ოუმუამუა არ იყო კომეტა, ან მან მაინც ის არ გამოიყურებოდა როგორც ტიპური კომეტა. მას არ ჰქონდა კომა, არ ჰქონდა კუკუდი. მაგრამ ის აჩვენა, რომ ობიექტები მართლაც მოძრაობენ ვარსკვლავურ სისტემებს შორის. ის აჩვენა, რომ ინტერსტელარული პანსპერმია არ არის მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა. ეს არის რეალური ფენომენი. და თუ ობიექტები მოდიან ჩვენ სისტემაში სხვა სისტემებიდან, მაშინ ობიექტები ჩვენი სისტემიდან ასევე მიდიან სხვა სისტემებში. ეს ნიშნავს, რომ C2025 R3 ან მისი ნაწილები, მისი მტვერი, მისი ორგანული მოლეკულები შეიძლება ერთ დღეს დატოვოს მზის სისტემა. შეიძლება მოძრაობდეს ინტერსტელარულ კოსმოსში, შეიძლება მოხდეს სხვა ვარსკვლავურ სისტემაში, შეიძლება ეცეეცეს პლანეტას იქ. და თუ ეს მოხდება, თუ ჩვენი კომეტა მოიტანს ორგანულ მოლეკულებს სხვა პლანეტაზე და თუ ეს მოლეკულები დაიწყებენ სიცოცხლეს იქ, მაშინ გარკვეული გაგებით ჩვენ ყველანი, ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე გავხდებით წინაპრები უცხოპლანეტელი სიცოცხლისა. ჩვენი ატომები, ჩვენი მოლეკულები, ჩვენი დნმ გავრცელდება galaktikაში. ეს არის იდეა, რომელიც ერთდროულად არის დამამცირებელი და შთამაგონებელი. დამამცირებელი იმიტომ, რომ ის გვიჩვენებს თუ რამდენად მცირე ვართ ჩვენ. მხოლოდ ერთი პლანეტა, ერთი ვარსკვლავური სისტემა, ერთი მცირე წერტილი უზარმაზარ სამყაროში. მაგრამ ასევე შთამაგონებელი, იმიტომ რომ ის გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაცის ბევრად უფრო დიდისა. რომ ჩვენი ისტორია არ იწყება დედამიწაზე, ის იწყება ვარსკვლავებში, ის იწყება კომეტებში, ის იწყება იმ პირველად ღრუბელში აირისა და მტვრისა, რომლისგანაც დაიბადა მზის სისტემა. და როდესაც თქვენ დაინახავთ C2025 R3 აპრილში, როდესაც თქვენ გამოხვალთ ეზოში და აიხედავთ ზევით და დაინახავთ იმ ბუნდოვან ლაქას ვარსკვლავების ფონზე, დაფიქრდით ამაზე. თქვენ უყურებთ არა მხოლოდ ლამას სანახაობას, თქვენ უყურებთ არა მხოლოდ დროის მანქანას, არა მხოლოდ შეტყობინებას წარსულიდან. თქვენ უყურებთ რაღაცას, რაც აკავშირებს ჩვენ მთელ სამყაროსთან. რაღაცას, რაც აჩვენებს, რომ ჩვენ ყველანი, ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე და შესაძლოა ყველა ცოცხალი არსება სადმე სხვაგან, ვართ ნაწილი ერთი დიდი ისტორიისა. ისტორიისა, რომელიც იწყება ვარსკვლავებში და გრძელდება კომეტებით. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ხდის ამ მომენტს, ამ კონკრეტულ კომეტას, ამ კონკრეტულ დროს, განსაკუთრებულს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ პირველი თაობა ადამიანებისა, რომლებსაც შეუძლიათ არა მხოლოდ დაინახონ კომეტა, არამედ გაიგონ ის. პირველი თაობა, რომელსაც აქვს ინსტრუმენტები, რომლებიც შეუძლიათ გაზომონ მისი ქიმიური შედგენილობა, დაახატონ მისი ზედაპირი, თვალყური ადევნონ მის ევოლუციას რეალურ დროში. პირველი თაობა, რომელსაც შეუძლია დაუკავშიროს წერტილები, კომეტებიდან სიცოცხლის წარმოშობამდე, დედამიწიდან სხვა პლანეტებამდე, ჩვენი მზის სისტემიდან მთელ galaktikამდე. და ეს ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ აკვირდებით C2025 R3-ს, თქვენ არ ხართ უბრალოდ მაყურებელი, თქვენ ხართ მონაწილე, თქვენ ხართ ნაწილი მეცნიერული რევოლუციისა, რომელიც იცვლის ჩვენს გაგებას იმისა, თუ ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვედით და სად მივდივართ. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც უნდა ითქვას. რაღაც, რაც შეიძლება უკვე გიფიქრიათ, სანამ კითხულობდით ამ ყველაფერს. რაღაც, რაც ყოველთვის ჩნდება, როდესაც საუბარია კომეტებზე, პანსპერმიაზე, სიცოცხლის წარმოშობაზე. და ეს რაღაც არის. ეს ყველაფერი ჟღერს როგორც ფანტასტიკა, როგორც ლამაზი ისტორია, რომელსაც მეცნიერები გვიყვებიან, მაგრამ რომელსაც არ აქვს რეალური მტკიცებულება. და იცით რა, თქვენ სრულიად მართალი ხართ, რომ ფიქრობთ ასე. იმიტომ რომ აქ არის სიმართლე, რომელსაც მეცნიერები ხშირად არ ამბობენ საკმარისად ხმამაღლა. ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, მოვიდა თუ არა სიცოცხლე კომეტებიდან. ჩვენ არ ვიცით, არსებობს თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტებზე. ჩვენ არ ვიცით, მუშაობს თუ არა ინტერსტელარული პანსპერმია. ჩვენ გვაქვს მინიშნებები, გვაქვს ექსპერიმენტები, გვაქვს თეორიები, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დამტკიცება. და ეს არის ის, რაც ხდის მეცნიერებას მეცნიერებად. არა ის, რომ ჩვენ ვიცით ყველაფერი, არამედ ის, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რას არ ვიცით. ის, რომ ჩვენ ვეძებთ პასუხებს, არა იმიტომ, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ისინი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიპოვოთ ისინი. როდესაც მეცნიერი ამბობს, კომეტებმა შეიძლება მოიტანეს სიცოცხლის ინგრედიენტები დედამიწაზე, ის არ ამბობს, ეს ზუსტად ასე მოხდა. ის ამბობს, ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომელიც შეესაბამება მტკიცებულებებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს. და ეს არის უზარმაზარი განსხვავება. იმიტომ რომ მეცნიერება არ არის რელიგია. ის არ მოითხოვს რწმენას, ის მოითხოვს მტკიცებულებებს. და როდესაც მტკიცებულებები იცვლება, მეცნიერება იცვლება. თეორიები, რომლებიც დღეს ჩანან სწორად, ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს არასწორად. და ეს არის კარგი. ეს არის ის, როგორ მუშაობს მეცნიერება. ასე რომ, როდესაც თქვენ კითხულობთ იმის შესახებ, რომ კომეტებმა შეიძლება მოიტანეს სიცოცხლე დედამიწაზე, არ მიიღოთ ეს როგორც ფაქტი. მიიღეთ ეს როგორც ჰიპოთეზა. ლამაზი, ელეგანტური, დამაჯერებელი ჰიპოთეზა, მაგრამ მაინც ჰიპოთეზა.
ჰიპოთეზა, რომელიც საჭიროებს მეტ მტკიცებულებას, მეტ ექსპერიმენტს, მეტ დაკვირვებას. და აქ არის საოცარი ნაწილი. C/2025R3 შეიძლება მოგცეს ზუსტად ეს მტკიცებულებები. არა საბოლოო პასუხი. მეცნიერებაში იშვიათად არსებობს საბოლოო პასუხები, მაგრამ კიდევ ერთი ნაწილი თავსატეხისა. კიდევ ერთი მონაცემი, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს სამყარო. მაგრამ დაუბრუნდეთ იმას, რაც ჩვენ ნამდვილად ვიცით. არა იმას, რასაც ვფიქრობთ, არა იმას, რასაც ვიმედას, რასაც ვიმედოვნებთ, არამედ იმას, რაც დადასტურებულია, გაზომილია, დაფიქსირებულია. ჩვენ ვიცით, რომ კომეტები არსებობენ. ეს არ არის თეორია, ეს არის ფაქტი. ჩვენ დავინახეთ ათასობით კომეტა. ჩვენ გავზომეთ მათი ორბიტები, ჩვენ გავაანალიზეთ მათი სინათლე. ჩვენ თუნდაც დავასხით ზონდი კომეტაზე და შევაგროვეთ ნიმუშები. ჩვენ ვიცით, რომ კომეტები შეიცავენ ორგანულ მოლეკულებს. ეს ასევე არის ფაქტი. ჩვენ იპოვეთ ამინომჟავები კომეტურ ნიმუშებში. ჩვენ დავაფიქსირეთ სპექტრული ხაზები, რომლებიც შეესაბამება რთულ ორგანულ ნაერთებს. ეს არ არის სპეკულაცია, ეს არის გაზომა. ჩვენ ვიცით, რომ დედამიწა დაბომბდა კომეტებით 4 მილიარდ წლის წინ. ჩვენ ხედავთ კრატერებს, ჩვენ ზომავთ იზოტოპურ თანაფარდობებს წყალში, რომლებიც შეესაბამება კომეტურ წყალს. ჩვენ ვაანალიზებთ ძველ ქანებს, რომლებიც შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებიც შეიძლება მოვიდა კოსმოსიდან. ეს ყველაფერი არის ფაქტები, არა თეორიები, ფაქტები. მაგრამ აქ არის ის, რაც არ არის ფაქტი. კავშირი ამ ფაქტებს შორის. იდეა, რომ კომეტებმა არა მხოლოდ მოიტანეს ორგანული მოლეკულები, არამედ ეს მოლეკულები გახდნენ სიცოცხლე. ეს არის ჰიპოთეზა. ლამაზი ჰიპოთეზა. დამაჯერებელი ჰიპოთეზა, მაგრამ მაინც ჰიპოთეზა. და აქ არის რატო? იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ იწყება სიცოცხლე. ჩვენ არ ვიცით, როგორ გადადის ორგანული მოლეკულები, თუნდაც ძალიან რთული ორგანული მოლეკულები ცოცხალ უჯრედებში. ჩვენ გვაქვს იდეები, გვაქვს ექსპერიმენტები, გვაქვს მოდელები, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს სრული სურათი. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვა მეცნიერებაში. შესაძლოა ყველაზე დიდი კითხვა. როგორ იწყება სიცოცხლე? როგორ გადადის არაცოცხალი ქიმია ცოცხალ ბიოლოგიაში? რა არის ის ზღვარი, რომელიც ყოფს მოლეკულებს ორგანიზმებისგან? და აქ არის საოცარი ნაწილი. C/2025R3 არ მოგცემს პასუხს ამ კითხვაზე. არც ერთი კომეტ არ მოგცემს. იმიტომ რომ ეს კითხვა არ არის კომეტების შესახებ, ეს არის სიცოცხლის შესახებ. და სიცოცხლე, რეალური, ცოცხალი, რეპროდუცირებადი სიცოცხლე არის რაღაც ბევრად უფრო რთული ვიდე ორგანული მოლეკულების კოლექცია. მაგრამ აქ არის რაც კომეტები შეიძლება მოგცენ. ისინი შეიძლება მოგცენ ინგრედიენტები, ისინი შეიძლება მოგცენ კონტექსტი. ისინი შეიძლება მოგცენ გაგება იმისა, თუ რა იყო ხელმისაწვდომი იმ დროს, როდესაც სიცოცხლე დაიწყო. და ეს არის უზარმაზარი. იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ როგორ დაიწყო სიცოცხლე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მასალები იყო ხელმისაწვდომი. და აქ კომეტები ხდებიან გადანთვრედი. იმიტომ რომ ისინი არიან არქივი. ისინი არიან ბიბლიოთეკა იმ ქიმიისა, რომელიც არსებობდა იმ დროს. და როდესაც ჩვენ ვსწავლობთ კომეტებს, არა მხოლოდ C/2025R3-ს, არამედ ათობით, ასობით სხვადასხვა კომეტას, ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს. ჩვენ ვაგროვებთ სტატისტიკას. ჩვენ ვსწავლობთ რა არის საერთო და რა არის იშვიათი. და ეს მონაცემები, ეს რეალური, გაზომილი, დადასტურებული მონაცემები არის ის, რაც საბოლოოდ მოგცემს პასუხს. არა ერთი კომეტა, არა ერთი დაკვირვება, არამედ ათასობით დაკვირვება, ასობით კომეტა, 10 წლეულების მონაცემები. და აქ არის რატო C/2025R3 არის მნიშვნელოვანი. არა იმიტომ, რომ ის მოგცემს ყველა პასუხს, არამედ იმიტომ, რომ ის არის კიდევ ერთი მონაცემთა წერტილი, კიდევ ერთი ნაწილი თავსატეხისა, კიდევ ერთი ნაბიჯი იმ გრძელ გზაზე გაგებისკენ. მაგრამ ახლა დაუბრუნდეთ რეალობას. დაუბრუნდეთ იმას, რაც მოხდება 2026 წლის აპრილში. დაუბრუნდეთ იმ მომენტს, როდესაც თქვენ გამოხვალთ ეზოში, აიხედავთ ზევით და დაინახავთ კომეტას. რას დაინახავთ რეალურად? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იმყოფებით და რა აღჭურვილობა გაქვთ. მაგრამ დავიწყოთ ყველაზე მარტივი შემთხვევით. თქვენ იმყოფებით სოფელში, შორს ქალაქისგან და თქვენ უყურებთ შიშველი თვალი. პირველი რაც დაინახავთ, არის ვარსკვლავები. ათასობით ვარსკვლავი, რომლებიც ავსებენ ცას. თუ თქვენ არასდროს ყოფილხართ ადგილას ნამდვილი ბნელით, ეს თავად არის გამოცდილება, რომელიც ღირს. იმიტომ რომ ცა, რომელსაც ჩვენ ხედავთ ქალაქებიდან, ის ცა 10 ან 20 კაშკაშა ვარსკვლავით არ არის რეალური ცა. რეალური ცა არის ისეთი მდიდარი, ისეთი სავსე, ისეთი ცოცხალი, რომ თითქმის შეუძლებელია აღწერა. და იქ, ამ ვარსკვლავების ფონზე, თქვენ დაინახავთ რაღაცას განსხვავებულს. არა ვარსკვლავს, არა მკვეთრ წერტილს, არამედ რაღაც ბუნდოვანს, რაღაც რბილს,
რაღაც ღბილს. რაღაც, რაც გამოიყურება როგორც მცირე ღრუბელი, რომელიც დაკარგა ცაზე. ეს იქნება კომეტა. ის არ იქნება დრამატული, ის არ იქნება კაშკაშა. ის არ იქნება რაღაც, რაც დაუყოვნებლივ მიიფრობს თქვენს ყურადღებას. თქვენ მოგიწევთ ძებნა. თქვენ მოგიწევთ იცოდეთ სად უნდა ეძებოთ. თქვენ მოგიწევთ მისცეთ თქვენს თვალებს დრო, რომ შეეგუონ სიბნელეს. მაგრამ როდესაც თქვენ იპოვით მას, როდესაც თვალაც თქვენი თვალები საბოლოოდ ჩაერთვებიან და ის ბუნდოვანი ლაქა გახდება ხილული, რაღაც მოხდება. რაღაც, რაც ძნელია ახსნა, მაგრამ რაც ყველა, ვინც ოდესმე ნახა კომეტა იცნობს. თქვენ იგრძნობთ კავშირს. არა ემოციურ კავშირს, თუმცა ის ასევე შეიძლება იყოს, არამედ რაღაც უფრო ფუნდამენტურს. გაგებას იმისა, რომ ეს ობიექტი, რომელსაც თქვენ უყურებთ, არ არის უბრალოდ რაღაც იქ ზევით. ის არის რეალური ობიექტი, რომელიც მოძრაობს რეალურ კოსმოსში. ობიექტი, რომელსაც აქვს ისტორიასაც. აქვს ისტორია. ისტორია, რომელიც უფრო გრძელია, ვიდრე ყველა ადამიანის ისტორია ერთად. ობიექტი, რომელიც იყო აქ მანამდე, სანამ ჩვენ ვიყავით და იქნება აქ მას შემდეგაც, რაც ჩვენ წავალთ. და ეს გაგება, ეს რეალიზაცია იმისა, თუ რას უყურებთ, არის ის, რაც ხდის კომეტების დაკვირვებას განსაკუთრებულს. არა მხოლოდ ვიზუალური სილამაზე, თუმცა ის ასევე არის. არამედ ინტელექტუალური და ემოციური გამოცდილება იმისა, რომ იყოთ დაკავშირებული რაღაცასთან, რაც ბევრად უფრო დიდია ვიდრე თქვენ. მაგრამ რა მოხდება, თუ თქვენ გაქვთ ბინოკლი? მაშინ ყველაფერი იცვლება. იმიტომ რომ ბინოკლით თქვენ დაინახავთ არა მხოლოდ ბუნდოვან ლაქას, არამედ სტრუქტურას. თქვენ დაინახავთ კომას, იმ ბუნდოვან მომრგვალო ნათებას ცენტრში, რომელიც არის კომეტის ატმოსფერო. თქვენ დაინახავთ, რომ ეს კომა არ არის ერთგვაროვანი. ის არის უფრო კაშკაშა ცენტრში და ნელ-ნელა ბუნდოვდება კიდეებისკენ. და თუ კომეტა არის საკმარისად კაშკაშა, თუ პირობები არის იდეალური, თქვენ დაინახავთ კუდის დასაწყისს. არა გრძელ დრამატულ კუდს, როგორც ჩანს ფოტოებზე. ფოტოები ყოველთვის აჩვენებენ მეც ვიდრე თვალი ხედავს, არამედ მცირე გაგრძელებას, ნათელ ზოლს, რომელიც ვრცელდება კომიდან მოშორებით. და აქ არის რაღაც საოცარი. ეს კუდი არ არის სტატიკური. თუ თქვენ აკვირდებით მას 10 წუთის განმავლობაში, 15 წუთის განმავლობაში, თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ ცვლილებები. არა დიდი ცვლილებები. კომეტა არ მოძაც იმდენად სწრა არ მოძრაობს იმდენად სწრაფად, მაგრამ მცირე ცვლილებები. კუდის ფორმა შეიძლება ოდნავ შეიცვალოს. კომის სიკაშკაშე შეიძლება ოდნავ იცვალოს. და ეს ცვლილებები გახსენებთ, რომ კომეტა არ არის სურათი. ის არ არის სტატიკური ობიექტი. ის არის ცოცხალი დინამიური სისტემა, რომელიც იცვლება ყოველ წამს. მაგრამ რა მოხდება, თუ თქვენ დაქვთ ტელესკოპი? მაშინ თქვენ შეხვალთ სხვა სამყაროში. იმიტომ რომ ტელესკოპით თქვენ დაინახავთ დეტალებს, რომლებიც უხილავია ბინოკლით. თქვენ დაინახავთ სტრუქტურებს კომაში, შესაძლოა კონცენტრული წრეები, რომლებიც აჩვენებენ თუ როგორ ვრცელდება აირი ზედაპირიდან. თქვენ დაინახავთ ჯეტებს, ვიწრო ნაკადებს აირისა და მტვრისა, რომლებიც გამოფრინდებიან კონკრეტული წერტილებიდან. თქვენ დაინახავთ ორივე კუდს, თეთრ მტვრის კუდს და ლურჯ იონურ კუდს. თქვენ დაინახავთ, რომ ისინი მიმართულნი არიან ოდნავ სხვადასხვა მიმართულებით. თქვენ დაინახავთ სტრუქტურებს კუდებში, ზოლებს, რომლებიც აჩვენებენ თუ როგორ იცვლება ფრქვევა დროში. და თუ თქვენ გაქვთ კამერა, თუნდაც მარტივი კამერა, რომელიც დაერთვის ტელესკოპს, თქვენ შეძლებთ დაიჭიროთ ეს ყველაფერი. თქვენ შეძლებთ გააკეთოთ ფოტოები, რომლებიც აჩვენებენ დეტალებს, რომლებსაც თქვენი თვალი ვერ ხედავს. თქვენ შეძლებთ გააკეთოთ სერია ფოტოებისა რამდენიმე საათის, რამდენიმე დღის, რამდენიმე კვირის განმავლობაში და დაინახოთ როგორ იცვლება კომეტა დროში. და აქ არის რაღაც, რაც ხდის ამას განსაკუთრებულს 2026 წელს. თქვენ არ ხართ მარტო. მთელ მსოფლიოში ასობით, ათასობით ადამიანი აკეთებენ იგივეს. ისინი აკვირდებიან იმავე კომეტას. ისინი იღებენ იმავე ტიპის ფოტოებს. ისინი აზიარებენ თავიანთ მონაცემებს ონლაინ. და როდესაც ყველა ეს მონაცემი ერთიანდება, როდესაც ყველა ეს დაკვირვება აერთიანებს, რაღაც საოცარი ხდება. ჩვენ იღებთ არა მხოლოდ ფოტოებს ერთი კომეტისა, არამედ გლობალურ, რეალურ დროში მონიტორინგს. ჩვენ ხედავთ, როგორ იცვლება კომეტა არა მხოლოდ ერთი ადგილიდან, არამედ ყველა ადგილიდან ერთდროულად. და ეს არის რაღაც, რაც იყო შეუძლებელი 20 წლის წინ. 20 წლის წინ კომეტების შესწავლა იყო შეზღუდული მცირე ჯგუფით პროფესიონალი ასტრონომებისა. ახლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყოს ნაწილი ამ პროცესისა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ცვლილი შეიტანოს. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც უნდა ითქვას. რაღაც, რაც ხშირად იკარგება ყველა ამ საუბარში ტექნოლოგიებზე, მონაცემებზე, მეცნიერებაზე. კომეტის დანახვა არ არის მხოლოდ მეცნიერული აქტი. ეს არ არის მხოლოდ მონაცემების შეგროვება. ეს არის ადამიანური გამოცდილება. როდესაც თქვენ დგახართ ეზოში ცივ აპრილის რამეს, როდესაც თქვენ უყურებთ ზევით და ხედავთ იმ ბუნდოვან ლაქას ვარსკვლავების ფონზე, თქვენ არ ფიქრობთ ქიმიურ შედგენილობაზე. თქვენ არ ფიქრობთ ორბიტულ მექანიკაზე.
თქვენ არ ფიქრობთ პანსპერმიაზე. თქვენ უბრალოდ უყურებთ და თქვენ გრძნობთ რაღაცასვე. გრძნობთ რაღაცას. შესაძლოა ეს არის გაოცება. გაოცება იმისა, რომ რაღაც ასეთი ძველი, რაღაც ასეთი შორეული, რაღაც ასეთი უცხო არის ხილული აქ, ახლა თქვენთვის. შესაძლოა ეს არის მშვიდობა. მშვიდობა იმისა, რომ იყოთ ნაწილი რაღაცის ბევრად უფრო დიდისა, ვიდრე თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, თქვენი პრობლემები, თქვენი საზრუნავი. შესაძლოა ეს არის კავშირი. კავშირი წარსულთან, კავშირი კოსმოსთან, კავშირი ყველა იმ ადამიანთან, ვინც ოდესმე უყურებდა კომეტას და გრძნობდა იმავეს. იმიტომ რომ კომეტები ყოველთვის იყვნენ ნაწილი ადამიანური გამოცდილებისა. ათასობით წლის განმავლობაში ადამიანები უყურებდნენ კომეტებს და ცდილობდნენ გაეგოთ, რას ნიშნავდნენ ისინი. ზოგიერთი კულტურა ხედავდა მათში ცუდ ნიშანს, გაფრთხილებას კატასტროფის შესახებ. ზოგიერთი კულტურა ხედავდა მათში კარგ ნიშანს, შეტყობინებას ღმერთებისგან. ზოგიერთი კულტურა უბრალოდ ხედავდა მათში საიდუმლოებას, რაღაცას, რაც არ შეიძლებოდა ახსნა, მაგრამ რაც იყო ლამაზი. და ახლა 2026 წელს ჩვენ ვიცით ბევრად მეტი. ჩვენ ვიცით, რისგან შედგებიან კომეტები. ჩვენ ვიცით, საიდან მოდიან ისინი. ჩვენ ვიცით, როგორ მოძრაობენ ისინი. ჩვენ ვიცით, რატომ ანათებენ ისინი. მაგრამ იცით რა? ეს ცოდნა არ ართმევს საიდუმლოებას. ეს არ ართმევს სილამაზეს. ეს არ ართმევს იმ გრძნობას, რომელსაც თქვენ გრძნობთ, როდესაც უყურებთ კომეტას. თუ რამე, ეს ამატებს მას. იმიტომ რომ ახლა, როდესაც თქვენ უყურებთ კომეტას, თქვენ იცით, რომ თქვენ უყურებთ არა მხოლოდ ლამაზ სანახაობას. თქვენ უყურებთ დროის მანქანას. თქვენ უყურებთ არქივს იმ დროისა, როდესაც მზის სისტემა ჯერ კიდევ ყალიბდებოდა. თქვენ უყურებთ შესაძლოდ იმას, საიდანაც მოვიდა სიცოცხლე. და ეს ცოდნა, ეს გაგება იმისა, რას უყურებთ, ხდის გამოცდილებას კიდევ უფრო ღრმას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს, კიდევ უფრო ათრო ადამიანურს. იმიტომ რომ საბოლოოდ მეცნიერება არ არის მხოლოდ ფაქტების შეგროვება. ეს არ არის მხოლოდ თეორიების შექმნა. ეს არ არის მხოლოდ ექსპერიმენტების ჩატარება. მეცნიერება არის გზა გაგებისკენ. გზა იმისკენ, რომ ვიცოდეთ ჩვენი ადგილი სამყაროში. გზა იმისკენ, რომ ვიცოდეთ, ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვედით და სად მივდივართ. და კომეტები, ეს ძველი, ცივი, შორეული ობიექტები, არიან ერთ-ერთი საუკეთესო გზა ამ გაგებისკენ. იმიტომ რომ ისინი არიან ხიდი. ხიდი წარსულსა და აწმყოს შორის. ხიდი დედამიწასა და კოსმოსს შორის. ხიდი ჩვენსა და იმ უზარმაზარ, საოცარ, საიდუმლო სამყაროს შორის, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. და ახლა 2026 წლის აპრილში ერთ-ერთი ამ ხიდი მოდის ჩვენთან. კომეტა C-2025R3. მოგზაური ორთის ღრუბლიდან, მატარებელი ინფორმაციისა 4 მილიარდ 600 მილიონი წლის წინანდელი დროიდან, შესაძლოდ მატარებელი იმ მოლეკულებისა, რომლებმაც შექმნეს სიცოცხლე, მოდის ჩვენს ცაზე. და თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ის. არა ფოტოში, არა ვიდეოში, არა სხვის აღწერაში, არამედ რეალურად. თქვენი საკუთარი თვალებით, თქვენი საკუთარი გამოცდილებით. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც მოდის ერთხელ თაობაში. შესაძლებლობა იყოთ მოწმე რაღაცისა, რაც ერთდროულად არის უძველესი და ახალი. რაღაცისა, რაც აკავშირებს ჩვენს წარსულთან და შესაძლოდ ჩვენს მომავალთან. და ეს არის მიზეზი, რის გამოც C/2025R3 არის მნიშვნელოვანი. არა მხოლოდ მეცნიერებისთვის, თუმცა ის ასევე მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის, არამედ ჩვენთვის, ყველა ჩვენთვის. იმიტომ რომ ის გვახსენებს, რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაცის ბევრად უფრო დიდისა. რომ ჩვენი ისტორია არ იწყება აქ დედამიწაზე, ის იწყება იქ, ზევით, ვარსკვლავებში, კომეტებში, იმ უზარმაზარ კოსმიურ ტანცში, რომელმაც შექმნა ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიცნობთ. და როდესაც თქვენ დაინახავთ ამ კომეტას, როდესაც თქვენ გამოხვალთ იმ ცივ აპრილის ღამეს, აიხედავთ ზევით და იპოვით იმ ბუნდოვან ლაქას ვარსკვლავების ფონზე, დაფიქრდით ამაზე. დაფიქრდით იმაზე, რომ ეს ობიექტი მოგზაურობდა კოსმოსში მილიონობით წლის განმავლობაში, რომ მოვიდეს ზუსტად აქ, ზუსტად ეხლა. დაფიქრდით იმაზე, რომ ეს ობიექტი შეიცავს ატომებს, რომლებიც დაიბადნენ ვარსკვლავებში, რომლებიც აფეთქდნენ მილიარდობით წლის წინ. დაფიქრდით იმაზე, რომ ეს ობიექტი შეიძლება შეიცავდეს იმ მოლეკულებს, რომლებმაც შექმნეს სიცოცხლე დედამიწაზე. დაფიქრდით იმაზე, რომ თქვენი სხეული, თქვენი უჯრედები, თქვენი დნნ შედგება იმავე ატომებისგან, რომლებიც არიან ამ კომეტაში. დაფიქრდით იმაზე, რომ თქვენ და ეს კომეტა ხართ ნათესავები. რომ თქვენ ორივე დაიბადეთ იმავე პირველადი ღრუბლიდან. რომ თქვენ ორივე ხართ ნაწილი ერთი დიდი ისტორიისა. და შემდეგ უბრალოდ უყურეთ. უბრალოდ იყავით იქ. უბრალოდ იგრძენით ის კავშირი, ის ღრმა, ფუნდამენტური კავშირი, რომელიც აკავშირებს ჩვენ ყველას, ამ უზარმაზარ, საოცარ,
საიდუმლო სამყაროსთან. იმიტომ რომ საბოლოოდ ეს არის ის, რისთვისაც არიან კომეტები. არა მხოლოდ მეცნიერული ობიექტები, არა მხოლოდ ლამაზი სანახაობები, არამედ შეხსენებები. შეხსენებები იმისა, ვინ ვართ ჩვენ. შეხსენებები იმისა, საიდან მოვედით. შეხსენებები იმისა, რომ ჩვენ ყველანი, ყველა ადამიანი, ყველა ცხოველი, ყველა მცენარე, ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე ვართ ვარსკვლავების შვილები. და C2025R3. მოდის რომ გაგვახსენოს ეს. მოდის რომ გვიჩვენოს ჩვენი ადგილი კოსმიურ ისტორიაში. მოდის რომ დაგვაკავშიროს იმ უზარმაზარ მილიარდობით წლის ისტორიასთან, რომელმაც შექმნა ყველაფერი. და ეს არის საჩუქარი. საჩუქარი, რომელიც მოდის ერთხელ თაობაში. საჩუქარი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. ასე რომ, როდესაც მოვა აპრილი, როდესაც ცა გახდება ნათელი, ამ ძველი მოგზაურით გამოდით. აიხედეთ ზევით. იპოვეთ ის ბუნდოვანი ლაკა. და დაუთმეთ რამდენიმე წუთი. მხოლოდ რამდენიმე წუთი. იმისთვის რომ იყოთ იქ, იმ მომენტში, დაკავშირებული იმ უზარმაზარ, საოცარ, საიდუმლო სამყაროსთან, რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ. იმიტომ რომ ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ აქ ვართ. არა მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, არა მხოლოდ იმისთვის, რომ გადავჭრათ ჩვენი ყოველდღიური პრობლემები, არამედ იმისთვის, რომ გავიგოთ. ის რომ გავიგოთ. იმისთვის, რომ ვიცოდეთ, იმისთვის, რომ ვიყო მისთვის, რომ ვიყოთ ნაწილი რაღაცის ბევრად უფრო დიდისა. და კომეტები. ეს ძველი მოგზაურები, ეს დროის მანქანები, ეს შეთხობინებები წარსულიდან არიან ერთ-ერთი საუკეთესო გზა ამ გაგებისკენ. ასე რომ, ნუ გამოტოვებთ C2025R3. ნუ გამოტოვებთ ამ შესაძლებლობას, იყოთ ნაწილი რაღაცის განსაკუთრებულისა. რაღაცის, რაც მოხდება მხოლოდ ერთხელ თქვენ სიცოცხლეში. იმიტომ რომ, როდესაც კომეტა წავა, როდესაც ის დაბრუნდება სიბნელეში, დაბრუნდება იმ შორეულ ცივ რეგიონებში, საიდანაც მოვიდა, ის წაიღებს თან რაღაცას. ის წაიღებს ამ მომენტს, ამ შესაძლებლობას, ამ კავშირს. მაგრამ თუ თქვენ დაინახავთ მას, თუ თქვენ იქნებით იქ, თუ თქვენ იგრძნობთ იმ კავშირს, მაშინ რაღაც დარჩება. დარჩება მეხსიერება, დარჩება გამოცდილება, დარჩება ცოდნა იმისა, რომ თქვენ იყავით ნაწილი რაღაცის ბევრად უფრო დიდისა. და ეს არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. არა მეცნიერული მონაცემები, თუმცა ისინი ასევე მნიშვნელოვანია. არა ფოტოები, თუმცა ისინი ასევე ლამაზია. არამედ ის გამოცდილება, ის მომენტი, ის კავშირი. იმიტომ რომ საბოლოოდ ეს არის ის, რაც ხდის ჩვენ ადამიანებად. არა ჩვენი ინტელექტი, თუმცა ის ასევე მნიშვნელოვანია. არა ჩვენი ტექნოლოგია, თუმცა ის ასევე საოცარია. არამედ ჩვენი უნარი გავიგოთ. ჩვენი უნარი ვიგრძნოთ. ჩვენი უნარი ვიყოთ დაკავშირებული რაღაცასთან, რაც ბევრად უფრო დიდია ვიდრე ჩვენ. და C/2025R3 გვთავაზობს ამ კავშირს. გვთავაზობს ამ გაგებას. გვთავაზობს ამ მომენტს. ასე რომ აიღეთ ის, გამოიყენეთ ის, იყავით იქ. იმიტომ რომ ეს არის საჩუქარი. საჩუქარი კოსმოსიდან, საჩუქარი წარსულიდან. საჩუქარი იმ უზარმაზარი, საოცარი, საიდუმლო სამყაროსგან, რომელმაც შექმნა ჩვენ ყველანი. და როდესაც თქვენ დაინახავთ იმ ბუნდოვან ლაკას ცაზე, როდესაც თქვენ იგრძნობთ იმ კავშირს, გახსოვდეთ. თქვენ არ უყურებთ უბრალოდ კომეტას. თქვენ უყურებთ სახლს. თქვენ უყურებთ ოჯახს. თქვენ უყურებთ იმას, საიდანაც ჩვენ ყველანი მოვედით. და ეს არის ყველაზე ლამაზი რამ. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც უნდა ითქვას. რაღაცაც, რაც შეიძლება ჟღერდეს უცნაურად ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ითქვა კომეტების, სიცოცხლის წარმოშობის, კოსმიური კავშირების შესახებ. რაღაც, რაც შეიძლება ჩანდეს როგორც წინააღმდეგობა. ჩვენ არ ვიცით თითქმის არაფერი. დიახ, ჩვენ ვიცით, რომ კომეტები შედგებიან ყინულისგან და მტვრისგან. ჩვენ ვიცით, რომ ისინი მოდიან ორტის ღრუბლიდან. ჩვენ ვიცით, რომ ისინი შეიცავენ ორგანულ მოლეკულებს. მაგრამ აქ არის ის, რაც ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს ორტის ღრუბელი. ჩვენ გვაქვს თეორიები, რომ ის ჩამოყალიბდა პლანეტების მიგრაციის დროს, რომ ის არის ნარჩენები მზის სისტემის ფორმირებისა, მაგრამ ჩვენ არასდროს გვინახავს ის. ჩვენ ვერასდროს გავზომავთ მას პირდაპირ. ის არის იმდენად შორს, იმდენად ბუნდოვანი, რომ ის არსებობს მხოლოდ როგორც მათემატიკური აუცილებლობა, არა როგორც დაკვირვებული რეალობა. ჩვენ არ ვიცით, რატომ შეიცავენ კომეტები ზუსტად იმ ორგანულ მოლეკულებს, რომლებსაც ისინი შეიცავენ. ჩვენ ვიცით, რომ ეს მოლეკულები ყალიბდებიან ქიმიური რეაქციების შედეგად ცივ ბნელ ღრუბლებში. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რატომ ზოგიერთი რეაქცია ხდება და სხვები არა. ჩვენ არ ვიცით, რატომ ზოგიერთი მოლეკულა გადარჩება და სხვები იშლება. ჩვენ არ ვიცით, რა განსაზღვრავს იმ კონკრეტულ ნაკრებს მოლეკულებისა, რომლებსაც ჩვენ ხედავთ. და ყველაზე მთავარი,
ჩვენ არ ვიცით როგორ იწყება სიცოცხლე. ეს არის ის დიდი შავი უფსკრული ჩვენს ცოდნაში. ჩვენ ვიცით, რომ სიცოცხლე არსებობს, ეს აშკარაა. ჩვენ ვიცით, რომ ის დაიწყო რაღაც დროს, დაახლოებით 3 მილიარდ 800 მილიონი წლის წინ. ჩვენ ვიცით, რომ ის საჭიროებს ორგანულ მოლეკულებს, წყალს, ენერგიის წყაროს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ გადადის ქიმია ბიოლოგიაში. ჩვენ არ ვიცით, რა არის ის ზღვარი, რომელიც ყოფს მოლეკულებს ორგანიზმებისგან. ეს არის ის, რასაც ფილოსოფოსები უწოდებენ რთულ პრობლემას. არა იმიტომ, რომ ის ძნელია, თუმცა ის ნამდვილად ძნელია, არამედ იმიტომ, რომ ის შეიძლება იყოს ფუნდამენტურად განსხვავებული ტიპის პრობლემა. შეიძლება არსებობდეს რაღაც სიცოცხლის შესახებ, რაღაც იმ გადასვლის შესახებ ქიმიიდან ბიოლოგიაში, რაც არ შეიძლება სრულად აიხსნას მხოლოდ ფიზიკით და ქიმიით. ან შეიძლება არა. ება არა. შეიძლება ჩვენ უბრალოდ ჯერ არ ვიცით საკმარისი. შეიძლება პასუხი იყოს იქ, ელოდება აღმოჩენას და ჩვენ უბრალოდ ჯერ არ ვართ მზად მის დასანახად. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ჩვენ ნამდვილად ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ არ ვიცით. და ეს არის ის, რაც ხდის მეცნიერებას ლამაზს. არა ის, რომ ჩვენ გვაქვს ყველა პასუხი, არამედ ის, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ არ გვაქვს. ის, რომ ჩვენ ვდგავართ კიდეზე უზარმაზარი უცნობის და ვაღიარებთ, რომ ის არის უზარმაზარი. წარმოიდგინეთ ეს ასე. ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, ყველა ფიზიკა, ყველა ქიმია, ყველა ბიოლოგია, ყველა ასტრონომია, არის როგორც მცირე კუნძული სინათლისა უზარმაზარ ოკეანეში სიბნელისა. და რაც მეც ვსწავლობთ, რაც მეც ვიცით, ამ კუნძულის ნაპირები იზრდება, მაგრამ ოკეანე ასევე იზრდება. იმიტომ, რომ ყოველი პასუხი წარმოშობს ახალ კითხვებს, ყოველი აღმოჩენა ხსნის ახალ საიდუმლოებებს. და ეს არის კარგი. ეს არის ის, როგორ უნდა იყოს. იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ ჩვენ ვიცოდით ყველაფერი. თუ ყველა კითხვას ჰქონდა პასუხი, თუ ყველა საიდუმლოება იყო ამოხსნილი. გადარჩებოდა. რა აზრი ჰქონდა კვლევას, ძებნას, აღმოჩენას? არა. უცნობი არ არის მტერი. უცნობი არის მეგობარი. ის არის ის, რაც გვიბიძგებს წინ. ის არის ის, რაც ხდის სიცოცხლეს საინტერესოს. და კომეტები, ეს ძველი მოგზაურები, ეს დროის მანქანები, არიან სრულყოფილი სიმბოლო ამ ურთიერთობისა, ცნობილსა და უცნობს შორის. ჩვენ ვიცით ბევრი მათ შესახებ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი. და ეს სწორედ ის არის, რაც ხდის მათ ისეთ მომხიბვლელს. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც უფრო ღრმაა ვიდრე კომეტები. რაღაც, რაც ეხება თავად რეალობის ბუნებას. როდესაც თქვენ უყურებთ კომეტას, რას ხედავთ რეალურად? თქვენ ხედავთ სინათლეს. სინათლეს, ფოტონებს, რომლებიც გამოსხივდა კომეტის კომიდან, მოგზაურობდნენ კოსმოსში რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემოვიდნენ თქვენს თვალში და დაეჯახნენ რეცეპტორებს თქვენს ბადურაში. ეს რეცეპტორები გარდაქმნიან ამ სინათლეს ელექტრულ სიგნალებად. ეს სიგნალები მიდიან თქვენს ტვინში. და თქვენი ტვინი, ეს საოცარი რთული, საიდუმლო ორგანო, აგებს გამოსახულებას. ის ქმნის აღქმას. მაგრამ აქ არის კითხვა. არის თუ არა ეს აღქმა, ეს გამოსახულება თქვენს გონებაში, იგივე რაც კომეტა თავად? არის თუ არა ის, რასაც თქვენ ხედავთ, იგივე რაც ის, რაც არსებობს? ფილოსოფოსები კამათობენ ამ კითხვაზე ათასობით წლის განმავლობაში. ზოგიერთი ამბობს დიახ, რომ რეალობა არის ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენ ვაღვიქვამთ მას. ზოგიერთი ამბობს არა, რომ ჩვენი აღქმა არის მხოლოდ მიახლოება, მოდელი, რომელიც საკმარისად კარგია გადარჩენისთვის, მაგრამ არა აუცილებლად ზუსტი. და თანამედროვე ფიზიკა ხდის ამ კითხვას კიდევ უფრო რთულს. იმიტომ, რომ კვანტური მექანიკა გვეუბნება, რომ რეალობა არ არის ისეთი, როგორიც ჩანს. ნაწილაკები არ არიან მცირე ბურთულები, რომლებიც მოძრაობენ კარგად განსაზღვრულ ტრაექტორიებზე. ისინი არიან ტალღები ალბათობისა, რომლებიც არსებობენ ყველა შესაძლო მდგომარეობაში ერთდროულად, სანამ ჩვენ არ დავაკვირდებით მათ. და როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, როდესაც ჩვენ ზომავთ, როდესაც ჩვენ ვურთიერთობთ რეალობასთან, რაღაც ხდება. ტალღური ფუნქცია კოლაფსირდება. ალბათობები ხდებიან ფაქტებად, შესაძლებლობები ხდებიან რეალობად. მაგრამ რატომ? როგორ? რა არის ის, რაც იწვევს ამ კოლაფსს? არავინ იცის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოება თანამედროვე ფიზიკაში. და ის არის საიდუმლოება, რომელიც პირდაპირ ეხება იმას, თუ რას ნიშნავს დაკვირვება, გაზომვა, ცოდვა. ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, რომ ცნობიერება თამაშობს როლს, რომ ის არის ცნობიერი დამკვირვებელი, რომელიც იწვევს კოლაფსს. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არის უბრალოდ ურთიერთქმედება გარემოსთან. ზოგიერთი ამბობს, რომ კოლაფსი საერთოდ არ ხდება, რომ ყველა შესაძლო შედეგი რეალურად ხდება, მაგრამ სხვადასხვა სამყაროებში. და აქ არის საოცარი ნაწილი. ყველა ეს თეორია შეესაბამება ექსპერიმენტულ მონაცემებს. ყველა მათგანი აკეთებს იგივე პროგნოზებს, ყველა მათგანი მუშაობს,
მაგრამ ისინი ამბობენ ფუნდამენტურად განსხვავებულ რამეებს რეალობის ბუნების შესახებ. ასე რომ, რომელი არის სწორი? ჩვენ არ ვიცით. და შეიძლება ჩვენ არასდროს ვიცოდეთ. იმიტომ რომ შეიძლება ეს იყოს კითხვა, რომელიც სცილდება ექსპერიმენტს. შეიძლება ეს იყოს კითხვა, რომელიც ეხება არა იმას თუ როგორ მუშაობს სამყარო, არამედ იმას თუ რა არის სამყარო. და როდესაც თქვენ დგახართ ეზოში, უყურებთ კომეტას, ფიქრობთ ამ კითხვებზე, რაღაც საოცარი ხდება. თქვენ აღმოაჩენთ, რომ თქვენ თავად ხართ ნაწილი საიდუმლოებისა. იმიტომ რომ თქვენი ცნობიერება, ის რაც კითხულობს ამ სიტყვებს ახლა, ის რაც ფიქრობს ამ აზრებზე, ის რაც გძნობს ამ გძნობებს, არის შესაძლოა ყველაზე დიდი საიდუმლოება. როგორ წარმოიქმნება სუბიექტური გამოცდილება ობიექტური ფიზიკური პროცესებიდან? როგორ წარმოიქმნება მე ნეირონების აქტივობიდან? ეს არის ის, რასაც ფილოსოფოსები უწოდებენ რთულ პრობლემას ცნობიერებისა. და ის არის პრობლემა, რომელიც შეიძლება იყოს კიდევ უფრო რთული, ვიდრე სიცოცხლის წარმოშობის პრობლემა. იმიტომ რომ სიცოცხლესთან მაინც გვაქვს ფიზიკური ობიექტი, რომლის შესწავლაც შეგვიძლია, მაგრამ ცნობიერებასთან ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ თავად გაგეგების ბუნება. და აქ არის რაღაც, რაც ხდის ამას კიდევ უფრო საინტერესოს. შესაძლოა ცნობიერება არ არის უნიკალური ადამიანებისთვის. ისთვის შესაძლოა ის არის ფუნდამენტური თვისება სამყაროსი, რაღაც რაც არსებობს გარკვეულ ხარისხში ყველგან, ყველაფერში. ეს არის იდეა, რომელსაც უწოდებენ პანფსიქიზმს. იდეა, რომ ცნობიერება, ან მაინც რაღაცა მსგავსი ცნობიერებისა, არის ძირითადი თვისება მატერიისა, ისევე როგორც მასა ან მუხტი. რომ ყოველი ნაწილაკი, ყოველი ატომი, ყოველი მოლეკულა აქვს რაღაცა მსგავსი სუბიექტური გამოცდილებისა. ეს ჟღერს უცნაურად, ეს ჟღერს როგორც მისტიკა. მაგრამ ზოგიერთი ფილოსოფოსი და თუნდაც ზოგიერთი ფიზიკოსი იღებს ამ იდეას სერიოზულად, იმიტომ რომ ის გვთავაზობს გზას გადავჭრათ რთული პრობლემა. თუ ცნობიერება არის ფუნდამენტური, მაშინ ჩვენ არ უნდა ავხსნათ, როგორ წარმოიქმნება ის არაცნობიერი მატერიიდან. ჩვენ მხოლოდ უნდა ავხსნათ, როგორ ორგანიზდება ის რთულ ფორმებში. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც უნდა ითქვას. ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. ლამაზი, ელეგანტური, ფილოსოფიურად საინტერესო სპეკულაცია, მაგრამ მაინც სპეკულაცია. ჩვენ არ გვაქვს გზა შევამოწმოთ ეს იდეები. ჩვენ არ გვაქვს გზა ვიცოდეთ, არის თუ არა ელექტრონს რაიმე მსგავსი სუბიექტური გამოცდილებისა. და შესაძლოა ჩვენ არასდროს გვექნება. შესაძლოა ზოგიერთი კითხვები, ცნობიერის ბუნების შესახებ, რეალობის ბუნების შესახებ, არსებობის ბუნების შესახებ, არის ფუნდამენტურად მიუწვდომელი ემპირიული გამოკვლევისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვკითხოთ მათ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ მათზე. იმიტომ რომ ეს კითხვები, ეს დიდი, ფუნდამენტური, შეუძლებელი კითხვები არიან ის, რაც ხდის ჩვენ ადამიანებად. ჩვენ ვართ ერთადერთი სახეობა, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რომელიც კითხულობს ამ კითხვებს. ერთადერთი სახეობა, რომელიც ცდილობს გაიგოს არა მხოლოდ როგორ მუშაობს სამყარო, არამედ რატომ არსებობს ის. ერთადერთი სახეობა, რომელიც დგას ღამით, უყურებს ვარსკვლავებს და ფიქრობს, რა არის ეს ყველაფერი? რატომ ვარ მე აქ? რა ნიშნავს ეს? და კომეტები, ეს ძველი მოგზაურები, ეს შეტყობინები წებები წარსულიდან არიან სრულყოფილი კატალიზატორი ამ კითხვებისთვის. იმიტომ რომ როდესაც თქვენ უყურებთ კომეტას, თქვენ უყურებთ რაღაცას, რაც აკავშირებს ჩვენ ყველაფერთან. წარსულთან, მომავალთან, კოსმოსთან, დროთან, მატერიასთან, ენერგიასთან, სიცოცხლესთან, ცნობიერებასთან, არსებობასთან. და ეს კავშირი, ეს გრძნობა იმისა, რომ ყველაფერი დაკავშირებულია, რომ ყველაფერი არის ნაწილი ერთი დიდი ქსოვილისა, არის შესაძლოა ყველაზე ღრმა ინსაიტი, რომელიც შეიძლება გქონდეს. იმიტომ რომ საბოლოოდ ეს არის ის, რაც არის რეალობა. არა კოლექცია განცალკევებული ობიექტებისა, არა ნაკრები დამოუკიდებელი მოვლენებისა, არამედ ერთი, ურთიერთდაკავშირებული, ურთიერთდამოკიდებული მთლიანობა. ფიზიკოსები უწოდებენ ამას ჩახლართულობას. იდეას, რომ ნაწილაკები, რომლებიც ოდესმე იყვნენ დაკავშირებული, რჩებიან დაკავშირებულები, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შორს არიან ისინი ერთმანეთისგან. რომ ის, რაც ხდება ერთ ნაწილაკთან, დაუყოვნებლივ აისახება მეორეზე, თუნდაც თუ ისინი არიან გალაქტიკების მოშორებით. ბუდისტები უწოდებენ ამას ურთიერთარსებობას. იდეას, რომ არაფერი არ არსებობს დამოუკიდებლად, რომ ყველაფერი წარმოიქმნება ურთიერთდამოკიდებულებაში, ყველაფერ სხვასთან. პოეტები უბრალოდ უწოდებენ ამას სიყვარულს. მაგრამ რა სახელსაც არ უნდა მივცეთ მას, ეს არის ის, რაც არის რეალური. ეს არის ის, რაც არის ჭეშმარიტი. ეს არის ის, რაც არის ფუნდამენტური. და როდესაც თქვენ უყურებთ კომეტას, როდესაც თქვენ დგახართ იქ ღამის სიბნელეში, უყურებთ იმ ბუნდოვან ლაქას ვარსკვლავების ფონზე, თქვენ არ უბრალოდ უყურებთ ობიექტს კოსმოსში, თქვენ უყურებთ თქვენს თავს.
თქვენ უყურებთ თქვენს წარსულს, თქვენ უყურებთ თქვენს მომავალს. იმიტომ რომ ატომები, რომლებიც შეადგენენ იმ კომეტას, არიან იგივე ტიპის ატომები, რომლებიც შეადგენენ თქვენს სხეულს. ისინი დაიბადნენ იმავე ვარსკვლავებში, ისინი გაიარეს იგივე მოგზაურობა. ისინი არიან ნაწილი იმავე ისტორიისა. და ის ცნობიერება, რომელიც კითხულობს ამ სიტყვებს ახლა, თქვენი ცნობიერება, არის ნაწილი იმავე სამყაროსი, რომელიც შექმნა იმ კომეტას. ის არის ის, რაც სამყარო აკეთებს, როდესაც ის ხდება საკმარისად რთული. ის არის ის, როგორ სამყარო იცნობს თავის თავს. და ეს არის შესაძლოა ყველაზე საოცარი რამ. არა ის, რომ ჩვენ ვართ სამყაროში, არამედ ის, რომ ჩვენ ვართ სამყარო. ჩვენ ვართ ის, როგორ კოსმოსი უყურებს თავის თავს. ჩვენ ვართ ის, როგორ სამყარო ფიქრობს, გრძნობს, იცის. და როდესაც თქვენ უყურებთ კომეტას, ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება. სამყარო უყურებს თავის თავს. კოსმოსი აღიარებს თავის თავს. არსებობა იცნობს თავის თავს. და ეს არის ლამაზი. ეს არის საოცარი. ეს არის საიდუმლო. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც უნდა ითქვას. რაღაც, რაც შეიძლება ჟღერდეს როგორც წინააღმდეგობა ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ითქვა კავშირის, ერთიანობის, კოსმიური მნიშვნელობის შესახებ. არაფერი ამას არ ნიშნავს. ან მაინც, არაფერი ამას არ ნიშნავს იმ გაგებით, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ ვიყენებთ სიტყვა მნიშვნელობას. სამყარო არ არის აქ რაიმე მიზნისთვის. ის არ არის შექმნილი რაიმე მიზეზისთვის. ის არ მიდის რაიმე მიმართულებით. ის უბრალოდ არის. ვარსკვლავები იბადებიან, ანათებენ, კვდებიან. გალაქტიკები ყალიბდებიან, ბრუნავენ, ერთმანეთს ეჯახებიან. პლანეტები წარმოიქმნებიან, ცვლიან, ქრებიან. სიცოცხლე იწყება, ევოლუციონირებს, მთავრდება. და ეს ყველაფერი ხდება არა იმიტომ, რომ ის უნდა მოხდეს, არა იმიტომ, რომ ის ნიშნავს რაიმეს, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ფიზიკის კანონები ამას იწვევენ. არ არსებობს დიდი გეგმა, არ არსებობს კოსმიური მიზანი, არ არსებობს საბოლოო დანიშნულება. და ეს შეიძლება ჟღერდეს როგორც ნიჰილიზმი, ეს შეიძლება ჟღერდეს როგორც სასოწარკვეთილება, მაგრამ ის არ არის. იმიტომ რომ აქ არის რაღაც, რაც ხდის ამას არა სასოწარკვეთილს, არამედ განმათავისუფლებელს. თუ სამყარო არ აქვს ჩაშენებული მნიშვნელობა, მაშინ ჩვენ თავისუფალი ვართ შევქმნათ ჩვენი საკუთარი. თუ არ არსებობს კოსმიური მიზანი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია აერჩიოთ ჩვენი საკუთარი მიზანი. თუ არ არსებობს საბოლოო დანიშნულება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ რა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის. და ეს არის ის, რაც ხდის ადამიანურ არსებობას განსაკუთრებულს. ჩვენ ვართ, რამდენადაც ჩვენ ვიცით, ერთადერთი ნაწილი სამყაროსი, რომელსაც შეუძლია შექმნას მნიშვნელობა. ერთადერთი ნაწილი, რომელსაც შეუძლია აერჩიოს ღირებულებები. ერთადერთი ნაწილი, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს, რა არის მნიშვნელოვანი. და ეს არის ძალა, ეს არის თავისუფლება, ეს არის პასუხისმგებლობა. ასე რომ, როდესაც თქვენ უყურებთ კომეტას, როდესაც თქვენ ფიქრობთ ამ დიდ კითხვებზე, სიცოცხლის წარმოშობის, ცნობიერების ბუნების, რეალობის სტრუქტურის შესახებ, გახსოვდეთ ეს. პასუხები არ არის მთავარი, კითხვები არის მთავარი, ძებნა არის მთავარი, არა პოვნა. მოგზაურობა არის მთავარი, არა დანიშნულება. იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ხდის სიცოცხლეს ღირებულ ცხოვრებას. არა ის, რომ ჩვენ ვიცით ყველაფერი, არამედ ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ძებნას, ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას. გრძელებთ კითხვას, ჩვენ ვაგრძელებთ გაოცებას. და კომეტები, ეს ძველი მოგზაურები, ეს დროის მანქანები, ეს შეტყობინებები წარსულიდან, არიან სრულყოფილი სიმბოლო ამ მოგზაურობისა. ისინი მოდიან შორიდან, ისინი გვიჩვენებენ რაღაცას საოცარს. და შემდეგ ისინი მიდიან, ბრუნდებიან სიბნელეში, ტოვებენ ჩვენი კითხვებით, ჩვენი გაოცებით, ჩვენი ძებნით. და ეს არის კარგი. ეს არის ის, როგორც უნდა იყოს. ასე რომ, როდესაც მოვა აპრილი, როდესაც C/2025 R3 გაანათებს ჩვენს ცას, გამოდით. აიხედეთ ზევით, იპოვეთ ის ბუნდოვანი ლაქა. მაგრამ ნუ მოელით პასუხებს, ნუ მოელით ამოხსნას, ნუ მოელით დახურვას. ნაცვლად ამისა, უბრალოდ იყავით იქ, უბრალოდ უყურეთ. უბრალოდ იგრძენით ის გაოცება, ის საიდუმლო, ის კავშირი. იმიტომ რომ ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ აქ ვართ. არა იმისთვის, რომ ვიცოდეთ ყველაფერი, არამედ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ყველაფერი. იმისთვის, რომ ვიგრძნოთ ყველაფერი. იმისთვის, რომ ვიყოთ ნაწილი ამ საოცარი, საიდუმლო, შეუძლებელი სამყაროსი. და როდესაც კომეტა წავა, როდესაც ის დაბრუნდება იმ შორეულ ცივ რეგიონებში, საიდანაც მოვიდა, რაღაც დარჩება. არა პასუხები, არა ცოდნა, არა გაგება, არამედ რაღაც უფრო ღრმა, რაღაც უფრო ჭეშმარიტი, რაღაც უფრო ადამიანური. დარჩება მეხსიერება იმ მომენტისა, როდესაც თქვენ დგეკით ღამის სიბნელეში, უყურებდით ზევით და გრძნობდით კავშირს. კავშირს წარსულთან, კავშირს მომავალთან, კავშირს მომავალთან,
კავშირს კოსმოსთან, კავშირს ყველაფერთან. დარჩება გაგება იმისა, რომ ჩვენ არ ვართ განცალკევებული, რომ ჩვენ არ ვართ მარტო, რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაცის ბევრად უფრო დიდისა. და დარჩება კითხვები. ის დიდი, ლამაზი, შეუძლებელი კითხვები, რომლებიც ხდიან ჩვენ ადამიანებად. და ეს არის საკმარისი. ეს არის ყველაფერი. ეს არის ის, რისთვისაც ღირს. იმიტომ რომ საბოლოოდ ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ ვიცოდეთ. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ვიყოთ. და კომეტები, ეს ძველი, ლამაზი, საიდუმლო მოგზაურები გვახსენებენ ამას. ისინი გვახსენებენ, რომ არსებობა თავად არის საჩუქარი, რომ ცნობიერება თავად არის საოცრება, რომ ის მომენტი, ეს ერთი მოკლე, მკიფე მომენტი, როდესაც ჩვენ ვართ ცოცხალი, ვართ ცნობიერი, ვართ აქ, არის ყველაზე ღირებული რამ სამყაროში. ასე რომ, ნუ გამოტოვებთ მებთ მას. ნუ გამოტოვებთ სიწერტილი 2025 არის 3-ს. ნუ გამოტოვებთ ამ შესაძლებლობას დადგომას ღამის სიბნელეში, ყურებას ზევით და გრძნობას იმ კავშირისა. იმიტომ რომ ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ აქ ვართ. ეს არის ის, რისთვისაც ღირს. ეს არის ის, რაც ხდის ჩვენ ადამიანებად. და როდესაც თქვენ დაინახავთ იმ ბუნდოვან ლაქას ცაზე, როდესაც თქვენ იგრძნობთ იმ კავშირს, გახსოვდეთ. თქვენ არ უყურებთ უბრალოდ კომეტას. თქვენ უყურებთ სახლს. თქვენ უყურებთ ოჯახს. ყურებთ ოჯახს. თქვენ უყურებთ თქვენს თავს. და ეს არის ყველაზე ლამაზი რამ.